გამარჯობათ მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მეშვიდე ეპიზოდით, ცოტა განსხვავებული გარემოდან აგიხსნით ყველაფერს აბსოლუტურად. თუმცა სანამ ჩემს შესავალ პატარა სიტყვაზე გადავიდოდე, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი, რევაზ ღამბარაშვილი, Redberry-დან, პროგრამული ინჟინერი, სპეციალურად AI ლაინის სერვისში ჩართული პიროვნება, ასე ვთქვათ. თავისი კომპანია აქვს ლარაგენტი, დამფუძნებელი და ამის შესახებაც ყველაფერს გვიამბობს რევაზე და მოკლედ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გელით წინ პირველ რიგში მივესალმოთ ჩვენს სტუმარს რევას, გამარჯობა. გამარჯობა თონიკე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენ პირველ რიგში რომ დამთავრდი ამ ეპიზოდისთვის და იმისთვის რომ ძალიან კარგად მოიმზადეთ ამ ეპიზოდისთვის მე და შენ რაღაცა კარგი თანამშრომლობა გქონდა. სანამ გადავიდოდეთ თემაზე და წარმოგიდგენდეთ დღევანდელი თემის ამბავს, მინდა რომ მოკლედ აგიხსნათ და გითხრათ რა ხდება. ანუ როგორც ყოველთვის ჩვენი 6 ეპიზოდის სტუდიიდან იყო, თუმცა ეხლა რაღაცა საკითხების გამო და რაღაცა მიზეზების გამო რამდენიმე შემდეგი ეპიზოდი იქნება ასე ჩაწერილი ონლაინ, თუმცა დაგიბრუნდებით ძალიან მარი სტუდიიდან და თან მეორე საკითხია, რომ პირველი ეპიზოდია ჩვენთვის, როცა ძალიან პრაქტიკული ეპიზოდი გვექნება AI-ის გარშემო, ძალიან ბევრი რაღაცის ჩვენება და ძალიან დეტალებზე და პრაქტიკულ შესრულებაზე ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ამანაც გამოიწვია ის, რომ ეკრანის გაზიარებაც გვინდოდა, ბევრი რაღაცის ჩვენებაც გვინდოდა და ონლაინ ვარჩიეთ მოკლედ ეს ყველაფერი. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ეპიზოდის თემაზე, მინდა წარმოგიდგინოთ და მოგიყვეთ ამის შესახებ. მე და რევაზმა რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ, რომ გავეკეთებინა ეპიზოდი AI აგენტების შესახებ. უბრალოდ ხო, მე რევაზი ძალიან აქტიურია LinkedIn-ზე ასე ვთქვათ და მე ვამჩნევდი, რომ ეს ადამიანი ამ თემაში ძალიან გარკვეული იყო, ამ თემის ირგვლივ მუშაობდა, ბევრი საკითხი იცოდა და მოკლედ გადავწყვიტე, რომ ძალიან კარგი ეპიზოდი გამოგვივიდოდა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რევაზ, არ ვიცი შენ რამდენად ჩვენი ყველა ეპიზოდი ნანახი გაქვს, მესამე ეპიზოდში გიორგი კიკნაძე ყავდა სტუმრად, full stack developer-ი და იქ საკმაოდ ბევრი საკითხი მიმოვიხილეთ, ასე ვთქვათ, AI აგენტების შესახებ. თუმცა ჩვენი საუბარი რევაზ იყო ცოტა, ასე ვთქვათ, ზოგადი, საკმაოდ სიღრმეში ჩავიდა გიორგი, მაგრამ პრაქტიკამდე აღარ დავსრულავთ, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო აღარ დავრჩა ამისთვის, ასე ვთქვათ, და შემოვიფარგლეთ უფრო ზოგადი მიმართულებებით და ჩვენ შემთხვევაში ახლა მე და რევაზმა აი უფრო ვარჩიეთ, რომ მეტ კონკრეტიკაში, მეტ ილუსტრაციაში ჩავსულიყავით, მეტი რაღაცა გვეჩვენებინა და ბევრად უფრო კარგად აგვიხსნა ეს მთლიანი თემა, უფრო სწორად, ბევრად უფრო მეტი საკითხი მიმოგვეხილა ამ თემის ირგვლივ. ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო რევას კიდე და აღარ მოგაცდენ ბევრს, ასე ვთქვათ, არ დავხარჯავ ბევრ დროს ჩემი შესავალი სიტყვისთვის. როგორც ყოველთვის ჩვენი პოდკასტის კონცეფცია განსაზღვრულია არატექნიკური ადამიანებისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ფრიდი ტექნიკურ საკითხებსა და ტექნიკურ ადამიანებსა და არატექნიკური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის. თუმცა ეს თემა ჩვენთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ძალიან ტექნიკური თემაა და ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს, რომ ეს ყველაფერი იყოს აი მაქსიმალურად კარგად გადმოცემული მე და ახსნილი ამ თემის ირგვლივ ყველანაირი საკითხი და როგორ კეთდება ეს ყველაფერი. თუმცა იმდენად მნიშვნელოვან საკითხებს მიმოვიხილავთ, ჩემი აზრით, რომ ჩვენი ეს ეპიზოდი მარტო არატექნიკური პროფესიონალებისთვის კი არ არის განსაზღვრული. ჩემი აზრით, ამ ეპიზოდს თუ უყურებს ასევე ტექნიკური გამოცდილების მქონე ადამიანები, ვინც კოდს წერს და ასევე პროგრამული ინჟინერია აინტერესებთ, ჩემი აზრით, მათთვისაც საკმაოდ საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად ამისთვის და მოკლედ შეგვიძლია გადავიდეთ რევას. ჩვენ საკითხები დაახლოებით შეთანხმებული გვაქვს უკვე ყველაფერი. რევას გადავცემ სიტყვას და მეც აქტიურად ჩავერთვებით და როგორც დაგვირდით, ძალიან ბევრ საკითხს მიმოვიხილავთ ამ თემის გარშემო. საუბრობთ AI აგენტებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამის გარშემო. მადლობა თორნიკე. ვართაც ვეცდები რომ მაქსიმალურად დასაგებად ავხსნა ის ტექნიკური საკითხები მათ რაზეც დღეს ვისაუბრებთ. პირველი პროგრამული AI აგენტების გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემა არის ძალიან AI-ის ზოგადად იმპლემენტაცია აპლიკაციებში, ან უშუალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეტანა AI-ის და მისი ძალის, ასე ვთქვათ. მე როგორც ვიცი, შენი მთავარი სამუშაო მიმართულება სწორედ ეს არის, რომ აპლიკაციები გააძლიერო AI-ის მხარდაჭერით, შენი ფუნდამენტი მოკლედ ეს არის, რაზეც მუშაობ თუ არ ვცდები.
კი ბატონო, კი BlackBerry-ში ვებ აპლიკაციებზე მუშაობ ძირითადად Laravel-ის მეთოდებით და საერთოდ რომელიც შენახსენე ეს კომპანია არ არის, უფრო მეტად open source პროექტი არის, ანუ არაკომერციული პროექტია, რომელიც ამარტივებს AI აგენტების ინტეგრაციას ვებ აპლიკაციებში ამ შეფერად. პირველი მინდა რომ ცოტა ტერმინებზე შევთანხმდეთ, ანუ აპლიკაციებს უფრო ხშირად mobile აპლიკაციებს ეძახიან ხოლმე აპლიკაციებს, თუმცა როგორც აპლიკაციას ამ შემთხვევაში აქ ჩვენს დღევანდელ შეხვედრაში ვახსენებთ, გულისხმობ ნებისმიერ ტიპის პროგრამულ იმპლემენტაციას, ეს ვებ აპლიკაცია იყოს, desktop აპლიკაცია, mobile აპლიკაცია და სხვა მოკლედ. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ზოგადად AI under the hood, ასე ვთქვათ. თემად ის არის, რომ AI როგორც ასეთი არის რაღაცა ცალკე მდგომი პროგრამა, რომელსაც შეუძლია გარკვეული სტატისტიკური ანალიზის მეშვეობით რაღაცების წინასწარ მოფიქრება, ასე ვთქვათ რა, ანუ მათ შორის LLM-ები რაღაც ახლა პირად ვიყენებთ ChatGPT და სხვა ბევრი მოდელი გვაძლევს. ეს არის რაღაცა მოდელი, რომელსაც შეუძლია წინასწარმეტყველოს კონკრეტული ფიქრის შემდეგ, რომელიც სიტყვა არის ყველაზე ლოგიკური. ასე ვთქვათ, სტატისტიკური მოდელია რეალურად და ეს რომ გამოყენებადი გახდეს, ამისთვის საჭიროა ყოველ შემთხვევაში ყოველთვის რაღაცა აპლიკაცია. მათ შორის ChatGPT-ც არ არის თვითონ AI. ChatGPT არის აპლიკაცია, რომელიც აი ამ AI მოდელებთან მუშაობს. მაგალითისთვის, როცა ვთქვათ, დიალოგი გაქვს AI-სთან და რაც კონკრეტულ მესიჯს უგზავნი მე გიბუნებ და ასე შემდეგ. რეალურად მაგის ქვეშ ხდება ისე, რომ ყოველ გაგზავნაზე, შენი მესიჯი ყოველ გაგზავნაზე რეალურად მთელი ჩატის ისტორია, რაც აქამდე გაქვს ამ კონკრეტულ ჩატში დამატებული და ყველა შენი და ყველა AI-ის მესიჯი, რომელიც შეთან არის გამოგზავნილი, ეგზავნება ხელახლა ყოველ ჯერზე. იმიტომ რომ რეალურად მოდელს როგორც ასეთი არ შეუძლია რაღაცის დამახსოვრება და არ შეუძლია დიალოგში შემოსვლა, როგორც სადაც ადამიანური ტიპის დიალოგი არ შეუძლია რომ ჰქონდეს. იმისათვის რომ ეგ ასე ვთქვათ ილუზია შეიქმნას და ეგ ფიჩერი შეიქმნას, ჩვენ მათ შორის ChatGPT აპლიკაციის პროგრამისტების და ვებით ვინც ამ AI-ის იმპლემენტაციას ვაკეთებთ აპლიკაციაში, migrate-ით ანუ ყოველი შემდეგი მესიჯი უბრალოდ არის შესრულება ყველა chat ისტორიაში მქონე ყველა მესიჯის ერთდროულად რა. რაც ჩემს ძალიან საინტერესო იყო პირველად რომ დავიწყე ამ მუშაობა და რომ აღმოაჩინე რომ რეალურად ეს ყველაფერი ინახება სადღაც 20-თა ბაზაში პირობითად და იმისათვის რომ დიალოგი შედგეს, უნდა გავუგზავნოთ ყოველ ჯერზე ეს ჩვენი მესიჯი, ყველა მესიჯი, რაც გვაქვს დიალოგში და chat. რაც შეეხება აი ამ პროცესის განვითარებას, ანუ რაღაცა მოდელიდან იქამდე, რომ ჩვენ ყოველდღიურობაში გამოვიყენოთ AI, ან უკვე როგორც ვიცი, გქონდათ ცოტა ისტორიული ის რა, ცოტა პირველი ეპიზოდი შენი ეგ როგორი ისტორიული იყო, მაგრამ მაინც ცოტათი მაგასაც შევეხები, უბრალოდ უფრო აპლიკაციების ჯეილში რა, რომ ანუ AI უკვე დიდი ხანია არსებობს, დიდი ხანია რაღაცა დიდი კომპანიები და სხვადასხვა ტექნიკური ჯგუფები იყენებენ და არსებობდა უკვე ბევრი სხვადასხვა ტიპის AI-ები. უბრალოდ LLM-ი არის უკვე language მოდელი, ანუ სიტყვები და წერადების შექმნა, რომელსაც შეუძლია და ეგ ხალხი ძალიან საინტერესო და პლუს ან OpenAI-მ და Sam Altman-მა მიზნად დაისახა სწორედ ის, რომ AI როგორმე მიეტანა ხალხამდე, მიეტანა ყოველდღიურ გამოყენებაში თითოეულ ინდივიდამდე და ამისათვის შექმნა სწორედ ChatGPT-ის აპლიკაცია. ჩვენ გვინდა და როგორც მახსოვს, რაღაცა ამ AI მოდელების და აპლიკაციების შედარება ავტომატიზაციებთან და როგორ შეიძლება თქვა ჩვენც გამოვიყენოთ უკვე კი, უბრალოდ ხანან მაგ მეორე საკითხზე გადავალ, აი აპლიკაციების თემაზე აღარ გაგაწყვეტინე. ეგეთი მოსაზრება, ასე ვთქვათ, შემხვდა იმ დღეს, რომ რაღაცა თითქოს საერთოდ ძველი ინტერფეისების თემაც კი ცოტა მოძველდა უკვე AI-სთან შედარებით და აი თითქოს აი მთლიანად ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად აპლიკაციების გამოყენებაც, ასე ვთქვათ, ვების გამოყენებაც, ანუ
ყველაფერი თითქოს ერთიანდება AI-სთან უკვე და შეიძლება ანუ მარტო AI კი არ არის, ასეთი რაღაცა წავიკითხო, რომ მარტო AI კი არა, ინოვაცია მთლიანად მომხმარებლის ქცევა, იუზერის ქცევა იცვლება საერთოდ და შეიძლება თუ რაღაცა ბრაუზერით ან აპლიკაციით რაღაცას ხსნიდით ან რაღაცა შეიძლება ეს ყველაფერი გადავიდეს AI-ის ინტერფეისში ერთ სფეროში, ანუ ერთი მიმართულებით და აი ასე იყოს. ამაზე მაინტერესებს შენი აზრი, რას ფიქრობ ამაზე? ყველაფერი რეალურად მანდეთკენ მიდის და კონკრეტულად რო ვთქვათ, წარმოვიდგინეთ ესეთი რაღაც, რომ ერთ დღეს საიტთან ინტერაქცია, როგორც აპლიკაციებთან ინტერაქცია იქნება ძალიან განსხვავებული. არა თქვათ მოუხით კლიკიდან რაღაც როგორც ეხა გვაქვს, არამედ უბრალოდ ფიქრები საუბრით. და აი გამოვიდგინეთ, რომ როგორც ეხა თქვათ რაღაც ონლაინ მაღაზიაში შედიხართ და ერჩავთ თქვათ ან ეძებთ თქვენთვის ასვე პროდუქტს, ჩემბლექსში შეხვალთ, მიკროფონი permissions მისცემთ ბრაუზერს და ეთქვით პირდაპირ აკჭირებათ და ის დაგიბუნებთ და მე რა ვიცი შეაფასებთ კიდევაც რაღაც ახალსაც შემოგთავაზებთ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად იქით მივიდივართ, რომ site as an agent ასე ესე დავარქვით და ალბათ ეს ეძახიან, რომ ანუ საიტი როგორც აგენტი, ანუ აპლიკაცია ნებისმიერ შეიძლება იყოს იგივე და ნებისმიერი საიტი რეალურად შეგვიძლია თქვათ აგენტად ვაქციოთ. და რატომ? ანუ აგენტის მთავარი განსაზღვრება ასე ვთქვათ არის AI-ის პლუს რაღაცა რეალური მოქმედებები, რის ნახორციელებად შეუძლია ინტერნეტი. ან თეორიულად რო ვთქვათ, რაც ინტერნეტში შეიძლება რომ მოხდეს ადამიანის ხელით, თუმცა ყველა ეგრე მოქმედება შეიძლება მოხდეს AI აგენტის ხელითაც. თუ შესაძლოა API არსებობს და ამას ანუ ძალიან შეუწყობელი იმ ბექგრაუნდმა, რაც კორონას დროს მოხდა რა. ანუ ცოტა ძალიან სიყვარულში ვარ ჩავიდეთ. იყო მონოლითური აპლიკაციები თავიდან, როცა მთელი საიტი არის ან ბექი და ფრონტი ერთად, ანუ ერთი რაღაცა ასე ვთქვათ, ერთი ინსტანცია არის, რომელიც თვითონ საიტს მართავს და შემდეგ რაღაცა განვითარების ისეთ ეტაპამდე მივედით, როცა და კორონა იყო ახსენე, კორონა დროს ეს გასაკუთრებით გამძაფრდა. დიდი მოთხოვნა იყო და ყველა ვებსაიტებს გვინდა და ყველა მობაილ აპლიკაციებს გვინდა და მაშინ უფრო მეტად ჩამოყალიბდა API first მიდგომა და ეს რაც გულისხმობს, ანუ ძირითადი ძრავი აპლიკაციები იქნება სადმე თალკე სერვერზე, არაფერი თქვა გარეგნული მაგას არ აქვს, ეს არის backend-ი და აქვს უბრალოდ API გამოდგმული, რომელზეც რაღაც სხვადასხვა ბრძანებების გაგზავნა შეიძლება და იქიდან ინფორმაციის მიღება. API-ს რო აი ძალიან მაქსიმალურად რო ავხსნათ ჩვენი არატექნიკური მსმენელებისთვის, ანუ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს გაუგია და ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის დავიძლიოთ. რომ მეც ვიტყვი და ნუ შენს განავითარე, ეს არის რაღაცა ასე ვთქვათ, bridge, რაღაცა ხიდი, ტექნიკური ჩარჩო, რომლის საშუალებითაც რაღაცა ერთი აპლიკაცია სიტყვაზე უკავშირდება მეორე აპლიკაციას. ესე მარტივად ხوار ხდება ეს ყველაფერი და არ ვიცი რამდენად კარგად ავხსენი. ხო, ეს არის რაღაცა შუამავალი რგოლი მნიშვნელოვანი, თუმცა ამას რა პლუსები აქვს, რა მინუსები აქვს, მე ჩვენ საუბარში განვიხილავთ ყველაფერს აბსოლუტურად. კი ბატონო, კი მართალია, ანუ API არის აუცილებელი იმისთვის, რომ ერთმა პროგრამამ მეორე პროგრამასთან ურთიერთობა შეძლოს. ინტერნეტის გავლით რა თქმა უნდა. მაგალითისთვის რომ არ ვიღოთ, აი ხო და დარეგისტრირებულ ხართ სადმე ან ფას საიტზე Gmail-ის მეშვეობით ვთქვათ, ან Facebook-ის მეშვეობით რომ დარეგისტრირებულ ხართ, მაგის შესრულება შესაძლებელია API-ის მეშვეობით, ან ვთქვათ რაღაცა X საიტი არის, სადაც შედიხარ, შენს Gmail-ს შეიყვან და ის X საიტი API-ის მეშვეობით უკავშირდება Google-ის სერვერებს უკვე, სადაც შენს სერვერს გადაცემს და ის იქიდან უბრუნებს შენს access tokens ეგრეთ წოდებულს, რომელიც უკვე თუნდაც გაზრდებს თუ დარეგისტრირდე აი ამ რაღაც ახალ საიტში. ეს პარტიულად რომ ვთქვათ, ეს არის რომ რაღაც ორი პროგრამა ერთმანეთთან იყოს კავშირში. ეს ორი პროგრამა ერთმანეთთან კავშირში ამ დონეზე, რომელიც ახლა თქვი, ადრეც ძალიან ხშირი იყო, ან დიდი ხანია უკვე არსებობს, რომ რაღაცა თქვათ Facebook-ით გაიარო ავტორიზაცია სადმე, თუმცა პროგრამის შიგნით ამის ძალიან აქტიურად დანერგვა ამ ბოლო დროს მოხდა, რამაც საშუალება შექმნა რეალურად, რომ AI აგენტები ესეთი ძლიერი განხდარიყვნენ. მაშინ AI აგენტებს შესაძლოა არაფერი არ უწოდეთ, მაგრამ უკვე ძალიან ბევრ სერვის, ძალიან ბევრ ონლაინ ვებსაიტს ან აპლიკაციას გაუჩნდა API, რომელიც ახლა ნებისმიერი ესეთი საიტის საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი ესეთი საიტი ვაქციოთ AI აგენტის
ნაწილად. ანუ თქვა წამოვიდგეთ Drive, ხო Google Drive-ი გვაქვს, რომელსაც აქვს ასევე API გამოდგმული და შეუძლია ამ API-ს მიერ შევუბიქო აპლიკაციებთან ურთიერთობა და ამ API-ს გამოყენების საშუალებას თუ გიცეთ AI აგენტს, თქვენი AI აგენტი შეძლებს, რომ წაიკითხოთ თქვენი ფაილები Drive-დან, შეგვწავლოს რაღაცეები, გაანალიზოს და ასე შემდეგ. მოკლედ ის კოდები რაც შეუძლია ხო. ჩვენ ძალიან სწორად აღნიშნე რევას, ხო, ნუ ჩემი აზრით რა თქმა უნდა. მე ვუყურებ ასე რა, ამ საკითხს რა და ალბათ ხო ბევრი ადამიანი ასე უყურებს ზუსტად. ბოლო 10 წლეულებში, როცა მართლა ყველაფერი გაციფრულდა და მართლა გადაიუსო განსაკუთრებით კორონას დროს უკვე ამდენი აპლიკაციებით, ამდენი შესაძლებლობებით, ამდენი ვებსაიტებით მთელი სამყარო, ასე ვთქვათ და რაღაც ადამიანები უფრო მივეჩვიეთ სხვადასხვა ასე ვთქვათ ვებ ინსტრუმენტების გამოყენებას და მათ შორის აპლიკაციების უკვე ჩვენს საქმეებში, ჩვენს პირად ცხოვრებაშიც და საქმეებშიც, იმდენად მომრავლდა ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად საჭირო გახდა ხო შემაკავშირებელი და დამაკავშირებელი, ასე ვთქვათ, რაღაცა ინსტრუმენტები, რომლებიც ამ ყველაფერს რაღაცნაირად დააკავშირებენ, იმიტომ რომ ხო სამყარო და კაცობრიობა მიისწრაფის ყველაფრის ინოვაციებისკენ, მაგრამ ყველაფრის გამარტივებისკენ. ანუ უნდათ რაღაცა ახალი და რაღაცა, მაგრამ უნდათ ყველაფერი მარტივად და არა რთულად. რთულ სქემებს კაცობრიობა არ იღებს ხოლმე. ან თუ იღებს ძალიან მინიმალურად და ექსკლუზიურად, სანამ ის რაღაცა არ გამარტივდება. ხო, ეს ერთი მოვლენა ხდება, რომ მოხდა, რომ ამის საჭიროება იყო იმდენად გადაიუსო სამყარო ამ ყველაფრით რა, ამდენი ინსტრუმენტით ვებში, ასე ვთქვათ და აპლიკაციებში. ხო, ეს ერთი. მეორე ის მოხდა, რომ 20-22 წლიდან AI შეიქმნა. ანუ ასე ვთქვათ, უბრალოდ AI შეიქმნა კი არა, AI შექმნილი იყო 20-22 წლიდან, ხო, ჩამოყალიბდა დიდი ენობრივი მოდელები და ჩვენ საშუალება გქონდა უკვე კომუნიკაციისა და დაიხვეწა, ასე ვთქვათ, AI სამყარო, ასე ვთქვათ, ხო და მე უკვე ალბათ უკვე ბოლო ხანებში რაც აი სულთად ახალი ტრენდია ეხა AI აგენტების გარშემო. უბრალოდ ეხა ამერიკაში ამასაც გაცდნენ უკვე და უფრო წინ არიან, მაგრამ მოდი საქართველოსგან ვიხილოთ ჯერ. ხო, საჭიროება გახდა იმისა, რომ რატომაც არა რომ თან ეს ავტომატიზაციებიც იყოს სხვადასხვა ინსტრუმენტ შორის. და კავშირიც იყოს, მაგრამ ამ პროცესში იყოს AI-ც ჩართული. და რაღაცნაირად ხო, აი რომ განვასხვაოთ ეს ავტომატიზაცია, რომელიც არსებობდა AI-მდეც, მაგალითად Zapier-ი, ხო? მერე უკვე AI workflow, რომელიც ანუ დაუკავშირდა მარტივი ავტომატიზაცია ხელოვნურ ინტელექტს, ანუ ჩაერთო და რაღაც მაგალითებითაც განვავრცოთ მერე, ხო და მერე უკვე AI აგენტი, რომელიც უკვე დამოუკიდებლად ინტერპრეტირებს გარემოს, ანუ კომუნიკაციაში შედის გარემოსთან და იღებს გადაწყვეტილებებს. ხო, აქ მნიშვნელოვანი რა იყო ეხა კიდე უფრო მეტად რო დავაზუსტოთ რა, მარტივი ავტომატიზაცია, რაც არსებობდა მაგამდე. თუ მოხდა X-ი, მაშინ აუცილებლად უნდა მოხდეს Y-იც. Y-ც უпроსტოდ. ხო, ან Z. ხო და AI-ს შემოიტანა ის თემა და AI workflow-მ, რომ რაღაცნაირად დაიწყო უფრო სიღრმეში ჩასვლა და უფრო ინტერპრეტაცია იმის, რომ მაილი თუ მივიღე სიტყვაზე, AI გაანალიზებს იმ მაილის შინაარს და იმის მიხედვით იმოქმედებს, რასაც მარტივი ავტომატიზაცია მთლად ვერ აკეთებდა, ხო? ეს და AI აგენტი უკვე რაღაცნაირად უკვე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და აი დამოუკიდებლად ინტერპრეტირებს გარემოსთან და აკავშირებს ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ რაღაცა თავისი მიზანი გააჩნია, სწავლის და ადაპტირების უნარი გააჩნია და მოკლედ ბევრად უფრო კომპლექსურია რა. მოდი, შენს ამ მაგალითს ცოტა უფრო ჩავუღმავდები, აი იმეილის მიღებასთან დაკავშირებით. თავიდან საწყისი workflow-ები რაც იყო, თუნდაც აი Zapier-თან, ნებისმიერ პროგრამული ენით, რომელიც შეგეძლო გაკეთები და ეს იყო დიახ, დავსვი რაღაცა, ნებისმიერ ივენთი მოხდა, ამ შემთხვევაში email მოვიდა mail-ზე და შეგვეძლო რომ რაღაცა კატეგორიზაციით, ვთქვათ, გადაგეწყვიტა ეს X-ი მოხდებოდა ამის მერე თუ Y-ი. ანუ მაგალითად თუ mail შეიცავს რაღაცა სიტყვა შეკვეთას, ასე ის შეკვეთა არის და გაიგზავნოს ვთქვათ მენეჯერთან ხო, რაღაც კომედია კომპანიის ფეისი და თუ ვთქვათ არ შეიცავს, მაშინ ეს გაიგზავნოს inbox-ში, სადაც ჩვენ
მე შევხედავთ და ხელით გადავამოწმოთ. აი რაღაც ესეთი მარტივი ლოგიკა, რაც პროგრამულად მიიღწევა. ანუ აქ როცა შემოვიდა პირველი AI ან LLM-ი და შეეძლო უკვე AI-ს ლოგიკურად შეეფასებინა თქვენი იმეილი, რომელიც მივიღეთ, უკვე მეტი შესაძლებლობა გახდა ერთი იმის გამო, რომ კონკრეტული სიტყვის რა თქმა უნდა ორდერის მოძებნის მაგივრად, შეკვეთის მოძებნის მაგივრად უკვე შეეძლო, რომ მთლიანი ტექსტი გაეანალიზებინა ამ LLM-ს და მაგის მიხედვით გადაეწყვიტა ეს უნდა წავიდეს მენეჯერთან თუ ეს უნდა წავიდეს inbox-ში, სადაც მერე სხვა ადამიანები შეამოწმებენ. და AI აგენტი უკვე ამისი კიდევ უფრო განვითარებული ვერსია, როცა ეს email მენეჯერთან აღარ მიდის. AI აგენტი თვითონ იკითხავს ამ email-ს და სცემს პასუხს. ან უკეთეს შემთხვევაში ამზადებს პასუხს, ამ დრაფტს ამზადებს და ის დრაფტი მიდის პირდაპირ თქვათ AI-ს. მე რა თქმა უნდა უტყებული მაგალითია, იმიტომ როგორც ესე AI აგენტები უფრო ბევრ მოქმედებს აკეთებენ ხოლმე ერთდროულად და ხო, და მნიშვნელოვანი რაღაც ახსენე, რომ განვითარება შეეძლო. ანუ მინდა რომ ეგ ძალიან ყურადღებით გავიგოთ, ყურადღებით აღვიქვათ რა არის უბრალოდ AI აგენტი რა. როგორც ასეთი ცნება AI აგენტის და არ არსებობს, ანუ რაღაცა კონკრეტულ იმპლემენტაციაზე ძალიან რთულია ეს თქვა რომ აი ეს აგენტია, ეს არ არის აგენტი რა. უფრო მეტად არსებობს, ანუ ეს იდეა არის და შეგვიძლია შევაფასოთ რამდენად აგენტური არის კონკრეტული იმპლემენტაცია. აგენტურობაში მათ შორის შედის აი რაც თორნიკემ ახსენა, შედის რამდენად შეუძლია ამ იმპლემენტაციას განვითარება თავისთავად. ან თუნდაც აი ამ email-ის მაგალითში თუ ჩვენ დავამატებთ რაღაცა feedback loop-ი, ანუ რაღაც უკავშირის შესაძლებლობას დავამატებთ, ჩვენი AI აგენტი როდესაც დაწერს email-ს და გაუმზადებს მენეჯერს, რომ გადახედოს და გააგზავნოს, თუ მენეჯერს ექნება რაღაცა საშუალება, რომ AI აგენტს ანიშნოს, ან დაულაიქოს მაგალითად, ან დაუდისლაიქოს რა, ანუ ანიშნოს ეს რამდენად კარგი შედეგი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ AI აგენტს შეუძლია ეს დაიმახსოვროს როგორც კარგი მაგალითი, როცა დაალაიქეს მენეჯერი და ყოველ შემდეგ ჯერზე ჯერ ამ მაგალითს ვაჩვენებთ AI აგენტს, რომ აი ესენი არის კარგი მაგალითები, ანუ ყველა ძველი იმეილი, რომელიც უკვე დალაიქებულია მენეჯერის მიერ და შესაძლოა ყველა ახალ იმეილს იმის გათვალისწინებით დააკეთებს, რა იმეილები მოეტანა მენეჯერს. შესაძლოა თვითონვე ავტომატურად აი ამ პატარა feedback loop-ის მეშვეობით შეძლებს განვითარებას. ანუ ესეც ერთ-ერთი აგენტური თვისება არის. ძირითადად სამი აგენტური თვისება არის, რასაც გამოყოფენ ხოლმე განსაკუთრებით. ეხლა მეოთხეს დაემატა და მაგალითად ვწევთ, მაგრამ იმისაც რომ იმპლემენტაცია აგენტურად ჩაითვალოს, ერთი ეგ არის feedback loop-ი ნაკონის, რაც ეხლა ვილაპარაკეთ. მეორე ის არის, რომ გარემოდან უნდა შეეძლოს ინფორმაციის მოპოვება. ანუ ყველაზე მარტივი მაგალითი ამის არის search-ი, ხო? ანუ როგორც შეიძლება Google-ში დასერჩო, ისევე თუ შეუძლია AI იმპლემენტაციას Google-ში დასერჩვა, უკვე შეუძლია ასე იგი გარდან ინფორმაციის მოპოვება და მესამე რაც ეხლა უკვე ვახსენეთ, ეს არის გარემოსთან ურთიერთქმედება, ანუ რაღაცა რეალური მოქმედებების გაკეთება, თუნდაც email-ის გაგზავნა, ან არ ვიცი, შეკვეთის გაკეთება რაღაცა ონლაინ მაღაზიებში, თუმცა Amazon-ზე და ასე შემდეგ. ანუ ინტერაქცია რეალურ სამყაროსთან. ეს სამი არის ძირითადი ფაქტორი და ახლა უკვე Google-ის ახალი ისინი რო წავიკითხე, ახალი ტექსტები AI აგენტების შესახებ, უკვე მნიშვნელოვნად ჩაამატეს reasoning-ი, ანუ ფიქრის საშუალება და ფიქრის საშუალებაც ერთ-ერთ უკვე მახასიათებლად ითვლება აგენტური AI-ს. ანუ ამ მახასიათებლებს თუ ავიღებთ, მივხვდებით, რომ რეალურად ChatGPT როგორც აპლიკაცია, ასევე არის აგენტური. იმიტომ რომ აქვს memory, შენს რაღაცებს იმახსოვრებს და იფარისწინებს შემდეგში და უმჯობესდება, შენთვის ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ უმჯობესდება და ასევე შეუძლია დასერჩოს ინტერნეტში და მოგაწოდოს live ინფორმაცია. შესაძლოა ესეც აგენტური იმპლემენტაცია, თუმცა როგორც ასეთ AI აგენტს არ ვეძახით ხოლმე ხშირად. ხო, რამდენიმე ერთი რაღაც ეს თქვა მინდოდა რა. მე საერთოდ ზოგადად დაინტერესებული ვარ AI-ის ინტეგრაციით სხვადასხვა სამუშაო მიმართულებებში და ან როგორ გითხრა, ფოკუსირებული ვარ ამ თემაში, როგორ ითარგმნება ტექნოლოგია, AI ტექნოლოგია და AI აგენტური ტექნოლოგია, ასე ვთქვათ, კონკრეტულ მიმართულებებში, იმიტომ რომ ზოგადად მაინტერესებს ეს პროცესები, ასე ვთქვათ, ორგანიზაციული პროცესები რა. და AI აგენტებზე რომ ინფორმაციას ვიკვლევდი,
აქამდეც და ამ დღეებშიც და ბევრჯერ წავაწყდი ძალიან საინტერესო გამოყენების მაგალითებს სხვადასხვა მიმართულებით. რა უშუალოდ სხვადასხვა მიმართულებით ვცდილობ დასერჩოს რა და როგორ იყენებენ რა. და მე მინდა რომ გითხრათ ეხლა ნაცნობი მაგალითებიც და ცოტა ისეთი საყვირველი და უცნობი ინოვაციური მაგალითებიც. პირველი მინდა გამოვყოთ წყარბოება და ლოგისტიკა. მე არ ვიცოდი ეს თემა, თურმე ვიდეო კამერებით აქვთ AI აგენტები გაკეთებული, მაგალითად გერმანულ კომპანია Siemens-ში, რომელიც წარმოების პროცესში აფიქსირებს დეფექტებს. ანუ გარემოსთან ინტეგრირებას ახდენს, ანუ აფიქსირებს დეფექტებს და ამით რეპორტს აკეთებს და საჭირო ადამიანებს უგზავნის. ეს ერთი და მეორე აქვთ დატანებული სენსორებზე AI აგენტები, ასე ვთქვათ, რომლებიც მოწყობილობების სენსორებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ, ასე ვთქვათ, წარმოების პროცესში, როცა დანადგარები უფუჭერებოდათ და ფიზიკურად არ იყო დანადგარები. აქედან გამომდინარე, პრევენციისთვის და პროგნოზირებისთვის გააკეთეს ასეთი რაღაცა, რომ იყოს სენსორები, არსებული სენსორები, ასე ვთქვათ, დანადგარებზე, რომლებიც ანუ AI აგენტები პატარა, რომელიც წინასწარვე შეატყობინებს საჭირო მენეჯერებს და საჭირო ადამიანებს, რომ ამ დანადგარებს შეიძლება ჰქონდეთ მალე პრობლემა და წინასწარვე შეუძლიათ მათ, ასე ვთქვათ, პრევენციული ზონების მიღება და ამით საკმაოდ, ასე ვთქვათ, ბევრი ფულის დაზოგვა მოხდა. ხო, მეც არ ვიცოდი სხვა ფაქტორით ძალიან საინტერესო ინფორმაცია ამოდის რომ გათვალისწინე. და უბრალოდ იმის გამომდინარე, რომ ეგ საკმაოდ ძალიან კლასიკური გზა არის AI-ის გამოყენებით, რომ რაღაცის პროგნოზირება გააკეთებინო. ეგ გამოდის იდეალურად AI. ხო, კიდე ერთი მიმართულება e-commerce. უბრალოდ კლიენტთა მომსახურების სფერო რა. ჩვენ შეჩეული ვართ აქამდე მარტივ ჩატბოტებს, როცა რაღაცა კითხვებზე პასუხები იციან, იწერებიან კლიენტები და პასუხობს. რატომაც არა რომ არა მარტო იწერებიან, არამედ მოქმედებს AI აგენტი, ჩატბოტის უბრალო მარტივი ჩატბოტის მაგალითად AI აგენტია, რომლებიც მთლიანად მოქმედებს. ანუ მნიშვნელობა არ აქვს რა ყიდვას ეხება საქმე, თუ ყიდვას ეხება აფორმებს შეკვეთას, გადასცემს delivery service და ყველა საჭირო პიროვნებას და მთლიანად შეყავს CRM-ში სიტყვაზე, ანუ მოკლედ ყველაფერი მთლიან ციკლს გადის ეს პროცესი. ან რატომაც არა რომ სიტყვაზე როცა რაღაცა პრობლემით იწერება მომხმარებელი, ან აფუჭებული აქვს რაღაცა, ან გარანტიას ითხოვს, ან რაღაცა და ამოწმებს ბაზარში ყველაფერს AI აგენტი თვითონვე, რამდენად ეკუთვნის საგარანტიო პირობები, ან დაბრუნების პირობები ასე შემდეგ და მთელ ციკლს გადის. ანუ ყველა ინსტრუმენტს სწდება. და კიდე ერთ მაგალითს წავაწყდი, ამ წუთში მეც e-commerce კომპანიაში ვმუშაობ და ერთ-ერთი დეპარტამენტი, რომელსაც მართავ, ეს არის ოპერაციების დეპარტამენტი და ჩვენ ვახდენთ, ასე ვთქვათ, ხელით ყველაფრის დალისტვას, დისკრიფშენების შექმნას და მოკლედ რა, საკმაოდ მანუალური პროცესია და ეგეთ რაღაცას წავაწყდი, რომ უკვე აქვთ გაკეთებული AI აგენტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს ავტომატურად, უბრალოდ ანუ რომ პროდუქტებს კიდევაც ტვირთავს, კიდევაც ანუ ატვირთვა იგი იდეაში აქამდე შეიძლებოდა API-ით დაკავშირება, როდესაც საწყობს უკავშირდები და რაღაცა, მაგრამ ეს ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. ეგეთი მაგალითი იყო, რომ ამოწმებს ასევე კონკურენტების ფასებსაც კი, როცა რაღაცა ახალ პროდუქტს ტვირთავს და მოკლედ ძალიან ვრცელი გამოყენება შეიძლება იყოს ამ მომსახურების სფეროში რა. კიდე რამდენიმე მაგალითი მინდოდა მომეყვანა იურიდიული სფეროთი ვარ ძალიან დაინტერესებული, ამ ბოლოს განსაკუთრებით რამდენჯერმე მომიწია ლექციის ჩატარება და მოკლედ ძალიან ბევრი მოვიკვლიე AI-ის განზომილებით და პერსპექტივიდან იურიდიული სფერო, მოკლედ ძალიან ბევრნაირი გამოყენების მაგალითია და AI აგენტები არის აი სუპერ პროდუქტიული იურიდიული სფეროსთვის სამწუხაროდ მაგალითები დავასახელოთ, მოდი კონტრაქტების რედაქტირება, კონტრაქტების შექმნა, იურიდიული კვლევა და რა ვიცი, ძალიან ბევრნაირი გამოყენების მაგალითია გვაქვს და აი ამაზე მოკლე ვიდეოებიც კი მაქვს ჩაწერილი TikTok-ზე მიდევს, ხო? უბრალოდ მან იურიდიულ სფეროში არის ორი სერიოზული პრობლემა. ერთი პრობლემა არის კონფიდენციალურობის საკითხები, რომელსაც მე განვიხილავ. ეს არ არის მარკეტინგის სიტყვაზე ან სხვა რაღაცა სფერო. ეს არის სპეციფიური სფერო.
ეგ ერთი მომენტი და მეორე მომენტი არის ის, რომ საქართველოში ქართულ ენაზე კარგად ადაპტირებული რაღაცა AI გადაწყვეტები არ არსებობს იურიდიულ პერსპექტივაში, უпростоრად ერთია, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე paralegal AI. მე პირადად არ დამიტესტავს და რავი, თუ ვინმე იურისტი ეგვისმეს, ურჩევ ყველას, რომ აუცილებლად დატესტონ, ნახონ რა შედეგებს დადებს, იქნება და კარგი გადაწყვეტა იყოს მართლა. შემდეგი რაც მინდოდა მეთქვა გამოყენების მაგალითების მხრივ, მარკეტინგია და მარკეტინგისთვის ალბათ უკვე ცნობილია ეს ყველაფერი რა გამოყენების მაგალითები არსებობს, რომ ხშირად საკმაოდ დიდი შავი სამუშაოა ხოლმე, რომ ეს კონტენტის ასე ვთქვათ დასაწყობება და დაპოსტვა სხვადასხვა სოციალურ ქსელში და ამ გეგმის მიღწევა და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ავტომატიზაციას აკეთებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით AI აგენტი და ამაზეც ბევრ მაგალითს ვწებ ხოლმე TikTok-ზე რა შეიძლება გაკეთდეს უბრალოდ მაგ სფეროსაც აქვს თავისი სპეციფიური პრობლემა რაც არის ის რომ ნახე მარკეტინგი თავისთავად მოიაზრებს რაღაცა ადამიანურ შეხებას ხოლმე ადამიანურ ფიქრს და ადამიანურ ანალიზს და თუ ამ წუთის მდგომარეობით ხელოვნური ინტელექტი რადგან მარტო წარსულზე დაკრდნობით აგენერირებს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული თუნდაც კოპები და თუნდაც ასე ვთქვათ ტექსტები და თუნდაც ფოტოები ან ვიდეოები ეს არ იქნება რაღაც ახალი და ინოვაციური რაც უკვე გამორიცხავს მარკეტინგის ასე ვთქვათ სიღრმეს და იმ მარკეტინგში ჩავარდნა აქვს და იქ პრობლემა აქვს და მე არ ვიცი ამისი გადაწყვეტა რა იქნება მარტივი სქემა მეც მაქვს გაკეთებული სატესტოდ გავაკეთე ჩემ HeyGen-ი ხო იცი HeyGen ჩემი AI ავატარი მოქვს შექმნილი და დავაკავშირე ეს ყველაფერი ერთმანეთს, ანუ იდეას აგენერირებდა Perplexity-ით, ChatGPT-ით, scripts აგენერირებდა HeyGen-ით, მოჰქონდა ასე ვთქვათ, ჩემი AI ვიდეო და მოკლედ სხვა აპლიკაციით, სხვა AI tool-ით, ასე ვთქვათ, პოსტავდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ამის გაკეთება შესაძლებელია. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანი ეგ არის, ხო, რომ რამდენად ჩემთვის მისაღები იქნება და რამდენად ის ხარისხი იქნება, რაც ჩემთვის მოსაწონია. და მინდოდა კიდე ორ სფეროს შევხვებოდი ძალიან მოკლედ, გამიგრძელო ცოტა სიტყვა. ერთია ადამიანური რესურსების მართვა და მეორეა ფინანსები, ასე ვთქვათ, ფინანსებში და ბუღალტერიაში გასაგებია, ყველაზე მთავარი მიღწევა რაც არის და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მარტივ ავტომატიზაციებს თავი რო გავანებოთ, როგორიც არის რეპორტების კეთება და დიაგრამების მარტივად აგება და მართვა და ასე შემდეგ, fraud detection-ი, ანუ თაღლითობის გამოვლენის საშუალება და სერიოზული ასეთი პრობლემური საკითხების პოვნის საშუალება, რასაც ჩემი აზრით ამ წუთში მსოფლიოში, საქართველოშიც და მსოფლიოშიც, მე მგონი ნომერ პირველი თუ არა, ნომერ მეორე მაინც, ალბათ მედიცინის მერე ყველაზე გამოყენებადი кейსი ეგ არის AI-ის ჭართულობით, რომ ამის დადგენა ხდება საქართველოშიც ბოგიც ამას იყენებს, TBC-ც ამას იყენებს და რა მსოფლიოში American Express-ი და სხვადასხვა სერიოზული კომპანია იყენებს ამას და რაც შეეხება HR-ს, ადამიანური რესურსების მართვას. ძალიან კარგია AI აგენტები, რომლებიც თანამშრომლის აყვანის მთელი ციკლის ავტომატიზაციას აკეთებენ და შემდეგ უკვე აყვანილი თანამშრომლის ასე ვთქვათ onboarding-საც კარგად აკეთებენ. რა ვიცი, ძალიან მარტივი მაგალითი ვიღაცამ მითხრა ერთ-ერთ ეპიზოდში, ერთ-ერთ პასტუმარმა მე მგონი თუ არ მეშლება, რომ ჩვენ ძალიან მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, მე მგონი custom GPT ქონდა შექმნილი, რომელიც დატრენინგებული იყო კომპანიაში არსებული ყველა ინფორმაციით და რის შედეგადაც თუ ახალ თანამშრომელს ქონდა რაიმე შეკითხვა, ასე ვთქვათ, კომპანიის შესახებ ძალიან მარტივად წერდა და პასუხს ემდა აბსოლუტურად რაც აინტერესებდა, ხო და ხო, ბევრნაირი მაგალითი არსებობს კიდე გამოყენების და ბოლოს რაც შეეხება ბოლოს სფეროს, ეს არის სამედიცინო სფერო, რომელიც ჩემი აზრით, მე მგონი ყოველ ეპიზოდში ვახსენებ უკვე ამას, ჩემი აზრით ნომერი პირველია, რადგან ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია, ასე ვთქვათ და გადარჩენა შეუძლია იმაზე უკეთ, ვიდრე ადამიანები ვაკეთებთ ამას, მაშინ ეს არის ნომერ პირველი ჩემი აზრით და ამას წინ არაფერი არ უდგას და ამაზე უპირატესი არაფერი შეიძლება იყოს, ხო და აქაც არის ძალიან ბევრი მიღწევები, უბრალოდ რაღაცნაირად საქართველოში ეს სფერო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კარგად არ არის ადაპტირებული რის იმედადაც მე ვფიქრობ, რომ უმოკლეს ხანებში რაღაცა შეიცვლება და ბევრი ათვისება მოხდება და ბევრი ინოვაცია გვექნება ამ მიმართულებით, ხო? აი ეს ზოგადი მიმოხილვა სხვადასხვა სფეროების მხრივ AI-სა და AI აგენტების ჩართულობით, რაც მოვიკვლიე და რასაც მე ვაკვირდები ამდენი ხანია,
და ვაგრძელებ და მაყურებელს ვპირდები, რომ შემდეგ ეპიზოდებში ბევრად უფრო ღრმა ინფორმაციებს მივაწვდეთ და ბევრად უფრო კონკრეტული ვიქნებით, რომ ვაჩვენოთ კონკრეტული გამოყენების მაგალითები სხვადასხვა მიმართულებით და ყველა სფეროს შევეხოთ, ასე ვთქვათ. მადლობა თორნიკე, ძალიან კარგი მაგალითები იყო და პრინციპში მე ზოგადად მაგალითების მოყანას აღარ ვისდები, უბრალოდ ჩემი გამოცდილება უკვე რაც პრინციპადაც განხორციელე. ისინი შემიძლია დავამატო, რაც კიდევ უფრო საინტერესო არის ჩემთვის, რადგან მონაწილეობა მივიღე ამ პროცესში. მაგრამ სანამ მაგას ვიტყოდი, მინდა შევეხოთ ინდუსტრიებს, აი თუ დავკვირდები, რაც ეს language მოდელები გამოჩნდა, მაგის შემდეგ რაღაც ინდუსტრიებში, სადაც უფრო მეტი ტექსტი ფიგურირებს, იქ დაიწყო AI-ს შეცვლა, ანუ მაგალითად crowd detection-ი და სამედიცინო სფერო უკვე დიდი ხანი არის AI-ს გამოყენებას ცდილობს სხვადასხვა საქმიანობაში და ეს language მოდელებს არ ეხება, ანუ crowd detection-ით და სამედიცინო სფეროც უფრო მეტად სხვა ტიპის სტატისტიკურ მოდელებზე არის დაფუძნებული. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი შეხება მე პირადად როცა AI შესახებ გავიგე, რამდენიმე წუთი, ეს იყო რაც კონკრეტული AI მოდელი, რომელსაც ჰქონდა ტრენინგებული იყო ძალიან ბევრ რენტგენის სურათზე, რაღაც ისტორიული მონაცემები აქვს სამედიცინო დაწესებულებებში, რომ აი ეს სურათი იყო და მე ეს დაავადება დადგინდა რა. ანუ ეგ მონაცემების კვილები, ასე ვთქვათ, აჭამეს, როგორც ეძახით ხოლმე, დაატრენინგეს მაგაზე და მაგის შედეგად დაახლოებით 98% სიზუსტით ნებისმიერი ახალ ეგეც მსგავს რენტგენის სურათზე შეეძლო ევარაუდა რა დაავადება შეიძლება ყოფილიყო. და ამ დაავადების პროცენტულობასაც გაძლევდა კიდე, ანუ სამედიცინო სფეროში უკვე დიდი ხანია ყრილობენ რეალურად და უფრო მეცნიერულ სფეროში უკვე ასტრონომიაში უკვე იყენებენ AI-ს რაღაცა სხვადასხვა ანალიზი გააკეთონ. თუმცა large language მოდელებმა შემოიტანა ის, რომ AI ძალიან აქტიურად შევიდა text-heavy რასაც ვეძახით, ანუ სადაც ბევრი ტექსტი არის, რაც ახსენე, მაგალითად იურიდიული სფერო, სადაც ბევრი ტექსტი არის რეალურად და ბევრი ტექსტი არის დასამუშავებელი, შესაძლებელი, გადასაკეთებელი, ანალიზი სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტებს და ასე შემდეგ. იგივე მარკეტინგი, სადაც ასევე ძალიან ბევრი ტექსტია, ხო? თუნდაც ვიდეო რეკლამები ახსენე წეღან, ეს ვიდეო რეკლამებიც სცენარად იქნება და ეგეც ტექსტი არის რეალურად და საბოლოო ჯამში მიდის რაღაცა ინფორმანტი, რომელსაც მერე მარკეტოლოგები აგზავნიან ხო კემპეინში, მაგრამ მანამდე ეს არის უბრალოდ ტექსტის გენერაცია და ასე შემდეგ, ანუ ეგეთი მათ შორის პროგრამირება, სხვადასხვა პროგრამირებას ტექსტს ამუშავება არის და AI აგენტები უკვე ძალიან აქტიურად არიან პროგრამირების ნაწილი გამხდარი ამ ბოლო განმავლობაში, მაგალითად კურსორი იყო პირველი რომელიც დაიწყო, თუმცა მაგის მერე ძალს უკვე ძალიან ბევრი შეიქმნა. ყველას თავისი პლუსები და მინუსები აქვს, მაგალითად პირადად Wine-ს ვიყენებ, რომელმეტად მომეწონა და ეგეც აგენტური არის, რადგან გარდა თავიდან ChatGPT რო შეიქმნა, ყველას ვთქვი, ChatGPT-ში მიეწერა რაღაცა კოდი და ეგერებინა, მერე გამოიყენებინა. ეხლა უკვე ამ აგენტებს შეუძლიათ, რომ პირდაპირ შენს ფაილებში, ანუ შენს პროექტში ჩაჯდნენ, ასე ვთქვათ, და აიკითხონ ნებისმიერ თქვენი ფაილი, ამ ფაილიდან გამომდინარე რაღაცა რჩევები მოგცენ, როგორც პროგრამის, ასევე დაწერონ კოდი და პირდაპირ ფაილში დაგინტეგრირონ, პირდაპირ დაგიწერონ, ასე ვთქვათ, კოდი, რასაც შენ ხო და რა თქმა უნდა, ეს კოდი დატესტონ კიდევაც რით შენ პროექტში გააჩნია უკვე პროექტს. ანუ ესეთი ინდუსტრიები, სადაც ბევრი ტექსტია, მოკლედ, და ტექსტთან არის სამუშაო, უფრო მეტად საფრთხის წინაშე არიან AI-ს მიმართ, საფრთხე არ არის, უნდა ჩემი პირიქით ატლიერებს და ამარტივებს, იმიტომ რომ AI რეალურად საინტერესო საქმეს ვერ აკეთებს, ანუ როგორც წერან შენ, რომ კრეატიულობა არ შეუძლია რაღაც ახალ ვერ მოიგონეს ინოვაციას ვერ შეხებთ, ანუ შენ პრომპტზე არის თან დამოკიდებული, როგორი იქნება იმისი შედეგი. ამიტომ რავი, რაღაცა cool, მაგრამ მოსაწყენ საქმეებში თუ AI ჩამანაცვლებს და მე მნიშვნელოვან ნაწილს მივხედავ პროგრამისტების თუნდაც ან იურისტები აიღე, ხო, მაგალითად, ანუ იურისტი რო არ რაღაცა ფუსლების ქექვისა და ანალიზის მაგივრად კომისიონი, იმაზე ვფიქრობ, ამ кейს რა მომაგებინებს და ეგ რთული, მაგრამ მოსაწყენი საქმე გააკეთოს AI-მა, მე პირიქით მაძლევს და საშუალებას მაძლევს, რომ ფოკუსი
გქონდეს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცაზე მე როგორც ადამიანი. უფრო სტრატეგიულ ბიზნესზე ორიენტირდეთ და სტრატეგიულ დავალებებზე და უფრო მარტივი დავალებების ავტომატიზაცია მოახდინოთ ასე. დიახ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეგრე არის და მაგიტომ არც ფიქრობ რომ ჯერჯერობით ნაკლი რაღაცა შეიძლება ძალიან შეიცვალოს. ვინაიდან სწორედ ის ლიმიტაცია არსებობს როგორც წევანთვი რომ აი არ შეუძლია რეალურად რამე ახალის მოკითხება, ახალი რა თქმა უნდა ყოველ წელს ხომ რაღაცების შერევა, ასე ვთქვათ, ძველი სხვადასხვა გამოცდილებების შერევა შეიძლება რაღაც აკლამდე მივიდეს, მაგრამ ეს უფრო რაღაცა რემიქსი არის. განსაკუთრებულ განსხვავებულ ახალს language მოდელი ვერ ეძლევს, ვერ მოიფიქრებს, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, მთელი უბრალოდ ინტერნეტის ისტორიული მონაცემების ტექსტების ნაკრები არის კომბინირებულია რა. კი, კომბინირებული არის კი. რაც შეეხება რეალურ მაგალითებს, რაც უკვე არსებობს და გამოსადეგი არის, აი HR ინდუსტრიიდან მაგალითად ესეთი რაღაც გავაკეთებ პროექტზე ინტერვიუს ჩატარებას შეუძლია, ის ვთქვათ ისეთი ერთობის მეშვეობით რაც ჩვენ გქონდა ის ჩვენ საფეთ რომ ეს AI პლუს რო ქნიდა იქნებ შეუძლია თქვათ ტექსტის გენერირებით ვიდეოს ჩაწერა ზუსტად მსგავსი აპლიკაცია არის რომელიც ჯერ არ გამოსულა მაგრამ ალბათ მალე გამოვა რომელსაც შეუძლია ლაივში შევიდეს და ყველაფერი ლაივში გააკეთო ანუ LLM-ის პასუხი პირდაპირ ლაივში გადაიქცეს იმ ვიდეო ჩანაწერად და ეჩვენოს თქვათ კანდიდატს რომელსაც გასაუბრებას ატარებს რეალურად ეს AI და კანდიდატის პასუხიც ლაივში გადაიქცეს ტექსტად გაეგზავნოს LLM-ს და იქნებ შესაძლებელი პასუხი ვიდეოს სახით დაუბრუნდეს და ეს ყველაფერი ანუ Google Meet-ის მსგავს გარემოში ხდება და რეალურად შეგრძნება იქნება რომ გადიხარ გასაუბრებას რა თქმა უნდა ჯერჯერობით მაინც ეტყობა რაღაც მომენტებში რომ ეს ნამდვილი ანუ ეტყობა და აწერია კიდევაც მაგრამ როდესაც შეატყობდი რომ ნამდვილი ადამიანი არ არის და AI გესაუბრება თუმცა რეალურად ესეთი როგორც ეხა მე და შენ თქვა ონლაინ ვარ შეხვედრილი ეგრე ხვდები AI HR agents და HR agent-ი გატარებს ვაკანსიის მიხედვით ატარებს კონკრეტულ შეკითხვებს და გისვამს და ისვამს და ანალიზებს მოკლედ. იდეაში ეხა Google Gemini-საც რო უთხრა ამ წუთში გააკეთოს მაგას ანუ ჩამიტარე გასაუბრება ხო რა. შეკონებებია, მან თავარი შეკონებები რა. შეკონებების თემა თუ მოგვარდა მალე ძალიან გაიგდება რა. საქართველოში მუშაობს ხალხი ამ თემაზე და ვნახოთ რა იქნება. მეც ნეტოში ვატარებ ხოლმე ხშირად ვიქაც დაფარებას ჭირდება რა განსაკუთრებით სფეროში და მათაც ხშირად ვუჩვენ ხოლმე რომ აი GPT-ან თუ Gemini რომელიც გადამოიყენო რომ მოემზადო გასაუბრები რა. თუმცა ძალიან გამოსადეგი არის მაგას კარგად რეალურად და ეს უბრალოდ რა პროდუქციას გიყავოდეთ ეს თვითონ ან HR-ებისთვის არის რომ გასაუბრება სხვა AI-ი ჩაატაროს რა. ასევე ძალიან საინტერესო იყო მის მაგალითი სამედიცინო სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტი გავაკეთეთ, ანუ რომ სულ თქვა საიტი რეალურად და შეეძლო გაეკეთებინა ამ საიტის მეშვეობით რაღაცა შეკვეთები რა, ანუ დაეჯახოს და მოკეთრო, რაღაცა სლოტები იყო, თვითონ საათები იყო დააყოფილი დღეები და სამუშაო საათები და ყოველ საათზე თუ თავისუფალი იყო შეიძლება დაგეჯახოს, შესულიყავი და დაგეჯახოს რაღაცა დრო. ჩვენ გავაკეთეთ ასისტენტი რომელიც ელაპარაკება მოკლედ მომხმარებელს არ გვაქვს პრობლემას ანუ რაღაც უკეთდა რეალურად რომელიც სტომატოლოგიური სერვისი სჭირდება მე ამის მეშვეობით მონაცემთა ბაზაში ეძებს და როდის არის ეს სლოტები თავისუფალი ანუ როდის არის დრო თავისუფალი რომ სერვისი როგორ მომხმარებელს ჩაწეროს და შემდეგ თავადობ სამ დროებს და მომხმარებელი რომელ დროსაც დათანხმდება რომელზეც დათანხმდებიან მოკლედ დიალოგის პროცესში იმ დროს ნიშნავს ანუ ავტომატურად AI აგენტივე აკეთებს ასე ვთქვათ საჯარისას და ამ შეწყვეტისად საჯარის შემდეგ უკვე თვითონ საიტიც ეგრე მუშაობდა და საჯარჩანი ეგზავნებოდა მეილზე უკვე შესაძლებელი ხალხი ესეც ძალიან საინტერესო кейსი იყო მე იგივე რაღაც საკეთე რომელსაც ნებისმიერ კომპანიაზე და ნებისმიერ დაწესებულებაზე შეიძლება მით უმეტეს თუ ცოტა პროდუქტია, კაი დამოწმები არის ხოლმე ხშირად ცოტა ბევრი პროდუქტი არის და დიდი მაღაზია არის, შეიძლება რაღაცა ჰალუცინაციები ჰქონდეს კიდევ AI-ს, მაგრამ
ნუ სტომატოლოგიაში სადაც 12 სერვისი იყო, რასაც თავისუფლად უმკლავდება და დღესდღეობით უკვე აი წეღარ ვახსენე ზაპიერი, N8, მეიკი და ასეთი რაღაც გავსი ავტომატიზაციის ვიზუალური ავტომატიზაციის პლატფორმებიც კი შეგიძლია ესეთი აგენტის ატყობა, რომელიც ეს მაგივრად მოემსახურება ებიტერ გადავიდეთ ბარემ ახსენე და გადავიდეთ ამ ინსტრუმენტების განხილვაზე, ყველგან გაქვს შენ გამოცდილება და რომ მიმოვიხილოთ და თან ვაჩვენო, ძალიან კარგი იქნება ეს ძირითადი ინსტრუმენტები. კი ბატონო, მომზადებ და განიზიარებ M Sequence Zapier, რომელიც მე მგონი ერთ-ერთი პიონერი არის სამსაკი, არა AI-ში და ვიზუალურ ავტომატიზაციებსა workflow-ში. დღემდე საკმაოდ აქტიურად იყენებენ, იმიტომ რომ ჩემი აზრით და ასევე საკმაოდ ობიექტურად ყველაზე მარტივი ასაფრისებელი პლატფორმა, რაც user friendly-ია და დიდი კომპანიები აქ კორპორაციები აქ შემდეგ და ჭირდება რომ პატარ-პატარა მოქმედებები სწრაფად ავტომატური გახადოს თავის პროცესებში. შეიძლება იყენებენ ხოლმე Zapier და აქ ყველა ავტომატიზაციის EPUs ვია Zapier. ნუ საერთოდ უკვე როგორც ნახე მე პირადად დიდი ხანია უკვე არ გამიყენებია Zapier-ი და დღეს შევხედე უკვე AI აგენტების დაუმატებია, ჩატბოტების დაუმატებია, უკვე ვითარდებიან აქტიურად. ეს საკმაოდ ორხაზოვანი არის Zapier-ის მოწყობა. გვაქვს რაღაცა ტრიგერი, ანუ იქ დაკეტილი, რისგანაც შეიძლება დაიწყოს ჩვენი workflow-ს მოქმედება. ეს აი ნებისმიერ რაღაც შეიძლება იყოს, რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მათ შორის email-ის აკაუნტი, ახალი mail-ის მოსვლა, თავის Slack-ის channel-ში, ახალი SMS-ის მოსვლა, Notion-ში, ახალი კარდის დამატება და ასე შემდეგ. და მათ შორის შეიძლება უბრალოდ იყოს შედული, აი მარჯვენა მხარეს არის შედული, სადაც შეგიძლიათ დააყენოთ, ვთქვათ, დაქტორ საათში ერთხელ, ერთ საათში ერთხელ, დღეში ერთხელ, თვეში ერთხელ და ასე შემდეგ, რომ ერთ-ერთი ავტომატურად გაიშვას ეს workflow. როცა ავირჩიეთ, აი სადაც ეს შედული ავირჩიოთ, ყოველ დღე და ეს იმათ ნიშნავს, რომ ყოველ დღე ეს უკვე დატრიგერდება და შემდეგ უკვე ვირჩიეთ რა მოხდება ამის დატრიგერების შედეგად. ნუ სიტუაციაზე რაც აღარ ვთქვით, რაღაც email-ის მიწვის შედეგად შეგვიძლია AI შევაფასებინოთ, ან AI საერთოდ გამოვიყენოთ და უბრალოდ მეილი გავგზავნოთ სადმე და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი მოქმედება, რაც რეალურად ინტერნეტში ხდება, შეგვიძლია აქაც გამოვიყენოთ აპლიკაციების აი უზარმაზარი არქივანი აქვს. დაშკი 1000-ზე მეტი აპლიკაცია არის. როგორც ვთქვით, ეგან ანუ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ყველა აპლიკაციას გაუწევს API და შესაძლებლად ესეთ workflow ავტომატიზაციის აპლიკაციებს კიდევ უფრო დიდი ღირებულება შეექმნათ, რომ აი პატარდეს რაღაცა Google-ს და Microsoft-ს და ესეთ სერიოზულ კიპერს და ასე რაღაცა API first კომპანიებს ქონათ თან კარგი API-ები, ეხლა ყველა კომპანია ხდილობს, რომ კარგი API შექმნათ და შესაძლებელი გახდეს, რომ რაღაცა იმპლემენტაციები შეიქმნას სხვადასხვა აპლიკაციებთან. რეალურად თორნიკე სწორად თქვი შენ, რაღაც იქამდე მივდივართ, რომ ყველაფერი ერთ დღეს რაღაც გაერთიანდეს და interconnected უნდა იყოს, მაინც იყოს გაერთიანებული. ისე რომ ძალიან რთული იქნება რაღაცეებში, თქვათ, კონკურენცია უკვე ხდება ეგ რეალურად პატარზე თუ დაგვირდებით. რაღაცები არის ასეთ კონკრეტული აპლიკაციები ძალიან კარგად აკეთებენ. და ხშირ შემთხვევაში ახალ აპლიკაციებს ურჩევნიათ, რომ იმათი სერვისი გამოიყენონ და ინკორპორებულ რაღაცაზე ის გამოიყენონ და თვითონ რაშიც უკეთესები არიან, თქვათ, ეგ ჩეთნან რა უნდათ Gmail-ი ვალიყოთ, მე მახსოვს ადრე უამრავი სხვადასხვა email-ი არსებობდა და ბრენდი არსებობს, თუმცა Gmail-ი უკვე ნელა ლიდერობისკენ მიდის და ალბათ შეიძლება ერთ-ერთი ეგეთი იყოს, რომ ყველა email სერვერი იქნება Gmail-ის, ოღონდ რა თქმა უნდა სხვადასხვა შეფუთვით იქნება ამ აპლიკაციები იქნება სხვადასხვა, მაგრამ email-ები უბრალოდ დროიკია ფორუმ კონდრეუ ჩემი პირველი email-ის Yes, ბავშვობაში. მე კაცინებ ეხა კიდე რა მქონდა მოკვდები შეცილით, არ ვიცი რამდენად გახსოვს, Rambler რუთუ გახსოვს. Rambler რუამა. რუსული პოსტა და ამას მე გიყვები, რავი, რამდენი წლის ამბავს, 20 წლის ამბავს, 17 წლის ამბავს. აღარ მახსოვს უკვე. აი, მე და ბავშვობაში მქონდა ჩემი პირველი პოსტა იყო,
რამბლერო მაშინ იყო ძალიან გათქმული. მაგის მერე ნუ კიდე მქონია ნუ Outlook-ი ხო ეხლა დღემდე Outlook-ი ალბათ Gmail-ის მერე ყველაზე ესეთი გავრცელებულია. არც მოხსენდება სხვა არაფერი Yahoo ხო? Yahoo-ს არსებობს ჯერ კიდევ და არის კიდევ პატარა უჩენი, მაგრამ რაღაც მანეთკე მივდივარ. შეიძლება მაინც იმეილითაც საუკეთესო მაგალითი არ არის, მაგრამ თამბობდა უბრალოდ რომ ვიღაცები უკვე სპეციალიზდებიან რა კონკრეტულ მოქმედებებში, რაც ინტერნეტში ხდება და ამაში იმდენად კარგები ხდებიან, რომ სხვები უბრალოდ ცდილობენ რომ მათი სერვერი გამოიყენონ ამ API-ის მეშვეობით და არ შექმნან არ გამოიგონონ უცბეთი ხელახლა რა ასე ვთქვათ, არამედ გამოიყენონ უკვე ის რაც არის. კიდევ ესეთი პლატფორმა არის Make-ი, რომელსაც მე გადავიდეთ Make-ზე, Make-ი უკვე Zapier-ზე ვეროთ პრო სერიოზულია. შედარებით ცოტა ფული სასწაულია, მაგრამ როცა იწავლი, მეტ სასწაულებას გაძლევს აი შეცდომების აღმოჩენის მაგალითად აკერტომის დასწორებით და ასე შემდეგ. აი Zapier-ს რო იყენებ, რაღაც პირად არის ხოლმე შემთხვევა, რომ რაღაცა შეიცვლება თქვათ ამ workflow-ში, რაღაცა error-ი ხდება და ფული არის მე გაარკვიო, სად არის ეს შეცდომა რეალურად და როგორ შეიძლება ამისი გამოსწორება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავისი trade-off-ი არის ის, რომ Zapier-ი ბევრად უფრო მარტივი არის გასაგებად, გამოსაყენებლად და ასე შემდეგ და ხშირად მაინც კომპანიები ირჩევენ ხოლმე, რომ რაღაცა ოპერატორების და იმ ადმინისტრატორების ხელახად სწავლაში არ დაიხარჯოს რესურსი და პირდაპირ მარტივად მოქმედების ავტომატიზაციაც არის საჭირო. ეს ჩემი სცენარებია პოსტის დადების ფუკი არის ასეთი. დაახლოებით ესე გამოიყურება, ტოლქაზოვანი არ არის და გროსიუცეში არის გაშლილი. ტრიგერი აქვს webhook-ი. webhook-ს ამ კონკრეტულ შემთხვევაში webhook-ი რა არის, რომ როგორც კომპანიები API-ს დავენ ხოლმე, ეგრე რომ შენი Make-ის აკაუნტიდან რაღაცა ლინკი გამოდგა, რომელიც რაც იქნება რომ ნებისმიერ დროს მიიღოს ნიშანი, რომ ამუშავდეს ეს კონკრეტული სპეციალური სცენარი. ნუ სცენარს იმიტომ ეძახი, რომ Make-ში სცენარებს ეძახიან ამას. შეგვიძლია თქვათ workflow დაუძახოთ მარტო. ანუ რა ხდება ამ სცენარში? Webhook-ის მიღების შემდეგ ჩვენ გვაქვს Notion-ის node-ი, რომელიც Notion-დან კითხულობს ინფორმაციას, concrete cards. ოპერატორი ცოტა ტექნიკური ის არის და სხვა დროს შეგვიძლია უფრო დეტალურად შევხვდეთ, მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, ეს უბრალოდ აგროვებს აქედან ანუ Notion-დან არა თქვათ ერთი, არამედ შეიძლება რამდენიმე კარდი ერთდროულად ამოვიდეს კონკრეტული ლოგიკის მიხედვით, რომელიც აქ გვაქვს დაწერილი და ეს ლოგიკა არის, რომ უნდა იყოს აუცილებლად უნდა კონდეს სტატუსი scheduled, ანუ დაკიდებული უნდა იყოს და უნდა კონდეს გამოცხადების, ანუ გაზიარების date-ი უფრო არსულში ვიდრე ეხლა არის. ანუ მარტივად ვთქვათ, ეს node წაიკითხოს ყველა კარტს Notion-დან, რომელიც უკვე თუ არის რომ Facebook-ზე დაიპოსტოს და ოპერატორი უბრალოდ ამას შეაბრუნებს ყველაფერს ერთად, წაიკითხოს მერე საკითხავთ დეტალურ ინფორმაციას, გამომიგზავნის მე email-ს, რომ აი post out ეს საჭირო ხოლმე ის შემთხვევაში, რომ კონტროლი შეინარჩუნო როგორც ადამიანი. Human in loop. ანუ შენ ხარ ჭართქუდი და შენ უდასტურებ, ხო ასე? შენ უერთუებ და შემდეგ უკვე როუტერი არის რაღაცა ლოგიკური ბლოკი, რომელიც წვეთს საით უნდა გაგრძელდეს ეს overall workflow და ამ შემთხვევაში როუტერი უბრალოდ იმაში არის საჭირო, რომ Facebook API ისე აქვს მოწყობილი, რომ ცალკე call-ი არის ვთქვათ ვიდეო პოსტის დადება, ცალკე call-ი არის ფოტო პოსტის დადება და ცალკე call-ი არის ტექსტური პოსტის დადება. ამიტომ თუ ვთქვათ image არის image URL-ი მოცემული ინფორმაციაში, რომელიც Notion-დან წამოვიდა, მაშინ აქეთ მიდის, თუ Notion-ის image არის URL-ს მაგივად აქეთ მიდის და თუ საერთოდ არ აქვს ფოტო, ან მედია არ აქვს და უბრალოდ ტექსტის პოსტი არის, მაშინ აქეთ მიდის. თუ ეს არის რეალურად და რის გაკეთებას უყუროთ შეეჩერეთ თქვა და იყენებ ყოველდღიურობაში ან ესეთი ახალი რაღაცა დაგჭირდეთ ან თანაცვლება დაგჭირდეთ თქვა რაღაცა კონკრეტული ნოდების ძალიან მარტივია და 15 წუთის ნახევარ საათის მაქსიმუმ 1 საათის საქმეა და
მეც იგი შეგრიფ შევყევით და შემიძლია Notion-ის ბორდით განახოთ. ძალიან გაიქნება. ეს არის ის ბორდი, სადაც ეს ყველაფერი ხდება. ვაგენერირებ კიდეს ავტომატიზაციის მეშვეობით ვაგენერირებ სხვადასხვა პოსტერს. შემდეგ ეს თვითონ მიწოთ ხოლმე რევიუში, როცა მზად არის იმით, რომ მე გადავხედავ და შემდეგ მე რომ გადავხედავ უკვე ვთქვავ შედუჩი და ვაწესებ თარიფს, როცა უნდა ვთქვათ დაიპოსტოს და ასევე ვნიშნავს სად უნდა დაიპოსტოს აი ამის მეშვეობით, პლატფორმის მეშვეობით, Instagram, LinkedIn, X და Facebook მაქვს ინტეგრირებული და რომელსაც ვთქვათ რა თამბი რომ მონიშნო, ეხლა ეს პროფილ დაიპოსტება Facebook-ზე, Instagram-ზე და LinkedIn. კონტენტის გენერაცია ძირითადად ამ ქადებს ანუ ან მე ვქნი, ან გენერირებ content generation თავგე table მაქვს, სადაც ამ UTF-ს ვყრი და მაგრამ ჯერჯერობით ეგ იქამდე ვერ მივიყვანებ, აი მას რაღაცა ხარისხიანი პოსტები მივიღო იმდენად, რომ LinkedIn-ზე გავუქვა რა. იქნებ სხვა დიდი მოდელიდან წამოიღო, ChatGPT-დან, Perplexity-დან, Claude-დან წამოიღო სიტყვაზე. ხო შეიძლება. კი, მაგაზეც იდეაში მაგაზე დახვეწაზე მუხტაობ, უბრალოდ ეს ან პრიორიტეტული ჩემთვის არა, ეს ხო უფრო ლარაჯენტზე ვარ, ორიენტირებული და მაგიტო რეალურად ამას დროს არ ვუყურებ. მესმის. თვითონ პოსტინგის ჰუკი და workflow ძალიან მარტივი არის. ეს დაშედულებულია ყოველ 1 საათში ექნება, ყოველ 1 საათში ამოწმეთ თუ რამე არის scheduled და თუ რამეს მოუვიდა დრო რომ დაიპოსტოს. და თუ რა თქმა უნდა ასეთი რაღაც არსებობს, უბრალოდ სათითაოდ აგზავნის მოთხოვნას იმ ჰუკებზე, რაც ეხლა ნახეთ, ხო, Instagram-ის პირველი არის მე მგონი პირველი არის X, შემდეგ Facebook-ი, შემდეგ Instagram, შემდეგ LinkedIn-ი და ბოლოს უკვე უბრალოდ update-ებს ამ კონკრეტულ ქარს, რომელიც გამოიღო და სვავს როგორც უკვე დაპოსტა. ანუ გადაწერს აი აქედან და posted კოლაპსი გადაწერს და ეგ არის. რეალურად ესეც ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი არის გაკეთებული zero code. კი, არანაირი კოდი არ გაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ მე კოდს ერთხელ ხშირად შევთხოვთ. ესეთი რაღაცეები დეველოპერებისთვის და პროგრამისტებისთვის ამ კარგი პლატფორმები არის. ერთი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია პროტოტიპირება, რაც აქ ხდება, ყველაფერი რეალურად კოდში გაკეთებადია, მაგრამ რა თქმა უნდა, კოდის დატევის გადაშეնում ვიზუალური მაუსი და რაღაცა ვიზუალური იმპლემენტაციით უფრო სწრაფად კეთდება და რო უკვე შექმნი და პროტოტიპი გაქვს დარწმუნდები ასე ვთქვათ, რომ მუშაობს და ესე კარგია, მე შეგეძლო უკვე გადახვიდე უშუალოდ კოდის წერაზე, ან აი ესეთ პირად საქმეებში, რაც ვთქვათ, არ არის აუცილებელი რომ რაღაცა განსაკუთრებული პროდუქტი იყო და რაღაც ცალკე შექმნა და ასე შემდეგ და უბრალოდ იდეა რომ რაღაცა მარტივი ავტომატიზაცია გააკეთოს, მაგ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგი არის და ძალიან გეხმარება ადამიანს. თუმცა ეს უკვე როგორც არა მხოლოდ დეველოპერს, არამედ ნებისმიერ ვინც ვთქვათ ამ სფეროში არის და ინტერნეტში რაღაცებს აკეთებს, იქნება ეს მარკეტინგი თუ იქნება საკუთარი ბიზნესი თუ იგივე ვთქვათ იურისტები და ასე შემდეგ, ყველასთვის გამოსადეგი არის გავსი პლატფორმები და ჩემი აზრით ველა ვინც და რაღაცა ერთ სცენარს მაინც დააწყობს, ორსპეც მე ეგრე მგონია ძალიან დაინტერესდება და შეყვება ამ პოტენციალურად, იმიტომ რომ შესაძლებლობები არის წარმოუდგენლად ფართო, როგორც წევანთვი, რომ რაც ინტერნეტში შესაძლებელია რომ მოხდეს, ამ ყველაფრის ავტომატიზაციაც შეიძლება და უბრალოდ აი შენი კრეატიულობა და შენი წარმოსახვის უნარი სადამდეც გაგიწევს, რეალურად იმისი გაკეთება შეგეძლო, რა თქმა უნდა, ამას გასაკვირით რესურსი და დრო სჭირდება. და მეორე მხრივ ტემპლეიტების ზღვა, რომელიც უკვე მზა არის. აქვს ძალიან ბევრი ტემპლეიტი, მათ შორის თვითონ გლობალების ან კომპანიის გაკეთებული ტემპლეიტები არის და არის ასევე ალფით communities გაკეთებული ტემპლეიტები. მაგალითად, აიღოთ email-ზე response-ებს უკეთებს ავტომატიზაციას, ხო? ანუ email-დან email-ს უყურებს, თუ email-ი მე ეგზავნება ChatGPT-ს, ამ draft-ს გაკეთებს, email sheet-ში ინახავს და link-ს აძლევს ამ draft-ის და შემდეგ sheet-ში რო დაადასტურებს, ისევ წერს ამ draft-ისგან რეალურ email-ს და აგზავნებს.
ცოტა community-ს მართავ განსაკუთრებით მაშინ და გავხსნა როგორც შენ გავხსნა რომ რათა TikTok-ზეც ხარ, Instagram-ზეც ხარ, YouTube-ზეც, LinkedIn-ზეც და რაღაცა სორთები მაგალითად რო აიღო და რომელს როდესაც YouTube-ზე აპერთა, ვის ავტომატურად ასევე აიწევს TikTok-ზე, ასევე აიწევს რის სახით Instagram-ზე რა. მსგავსი იქნებთან კაი ეს кейსებია ხოლმე, ხო. ნუ ბევრ დროს გიზავთ აქტუალურად. თვითონ ყველაფერი აკეთებს თუ არის, მაგრამ რა ვიცი, ნახევარ-საათი, 1 საათი დღეში რომ ზოგადად ავტომატურად აკეთებ, კვირის ბოლოს უკვე ნახევარ დღეზე მეტი გაქვს დავთვალილი რეალურად. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და ეს ტემპლეიტები ძალიან დიდ სარგებელს იძლევა, იმიტომ რომ მოკლედ დამწყებისთვის, ვისაც ჯერ არ გაუკეთებია, ის ძალიან მარტივია, რომ კარგად აღიქვას ეს ყველაფერი და მოკლედ განავითაროს თავისი სცენარები უკვე რა და დაიწყოს მთავარია. აი ხაზგასმით მინდა თქვა რა, რომ ჩვენ ორი აპლიკაცია განვიხილეთ, უკვე ორი ინსტრუმენტი განვიხილეთ და არც ერთი არ წარმოადგენს რაღაცა ისეთ რთულ ტექნიკურ საკითხებს, რომელსაც შეიძლება მოერიდოს ეთქოზე თუ არ გაქვს პროგრამირების გამოცდილება. არც მე მაქვს, არც კოდი არასდროს არ დამიწერია, უბრალოდ ვიცი, მაგრამ არ დამიწერია, ასე ვთქვათ, სწავლობდი, მაგრამ არ დამიწერია. ხო, მაგრამ ნუ აი მართლა მარტივად შეიძლება რა, ეხლა გადავალთ მესამე ინსტრუმენტზეც და ისიც კიდევ უფრო მეტად მარტივია და ძალიან კარგად არის მოხერხება და ყველაფერი. სპეციალურად არის ერთ-ერთი პლატფორმის შექმნილი იმით, რომ არა ტექნიკურმა ადამიანებმა გამოიყენონ და შეძლონ თავისი ყოველდღიურობის ავტომატიზაცია. Any კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მრავალფეროვანი არის ტერმინალები მაგ მხრივ, იმიტომ რომ მაგთან marketplace-ი აქვს, სადაც ნებისმიერ ადამიანს community-დან ნებისმიერ შეუძლია დადოს უფასოდ მათ შორის ბევრი ტემპლეიტია და არის ფასიანი ტემპლეიტებიც, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ და მე ვთქვი, ხშირად ისეთი ფაქტი აქვს, რომ უამრავ values ამუნაგები ძალიან დიდი ექნება თელოდ მანეთან. ხო და N8-ის მთავარი უპირატესობა კიდე ისიც არის მაყურებლისთვის რო ვთქვათ, რომ ეს არის open source-ი და შეგვიძლია განვათავსოთ ლოკალურად ჩვენს სერვერზე და ამით კონფიდენციალურობის ყველანაირი შეკითხვა არის უკვე არარელევანტური, იმიტომ რომ განსხვავებით წინა ინსტრუმენტებისგან აქ უკვე შეგვიძლია მთლიანად დაცული ვიყოთ, რომ ეს ამდენი ინსტრუმენტი რო იქნება დაკავშირებული ჩვენს მონაცემებთან რაღაცა ვთქვათ, ამაზე შეგვიძლია არ ვინერვიულოთ უკვე. ზაპირი საკმაოდ ძვირია, თუმცა make შედარებით იაფი არის, მაგრამ მაინც გარკვეული ოპერაციებით ხარ შეზღუდული. მაგალითად მე 1000 ოპერაცია, 1000 ოპერაცია მაქვს ფერში. რა თქმა უნდა მეტად არ ვიყენებ და ვერ ვხარჯავ ხოლმე ბოლომდე, მაგრამ თუ ამას უფრო ბიზნესში გამოიყენებ, მაგალითად უნდაც კლიენტებთან ურთიერთობაში რაღაცა ბოტ დააწყობ, რეალურად ძალიან სწრაფად დახარჯავ 10000 ოპერაციას, იმიტომ რომ ოპერაციები ამ შემთხვევაში არ ძიანი, არამედ ფაქტიურად. ამ ერთ დაგდება, ამ პროექტი არის უკვე 3 ოპერაცია რეალურად და რაღაც ესე ვთქვათ, გახსნით თუ აქვს public-ზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს და MSP-ს დამჭერს ბოტს, დიდი ალბათობით 10000 ოპერაციას ძალიან სწრაფად გახარჯავ. N8-ზე მსგავსი პრობლემები არ გექნება, თუ შენით დაჰოსტავ, შენი სერვერზე იქნება და არანაირი მიტაკედა ფეთქუდო არ აქვს, ეგ ერთი ძალიან დიდი პლუსი და მეორე პლუსი ის, რომ შენი მონაცემები ყოველთვის რჩება შენს ფეიქში. შენთან არის და ვერავინ ვთქვათ ოშტროში დაბალი შანსი არის და ნაკლები შანსია, რომ რაღაცა კონფიდენციალურობის პრობლემები შეექმნას მათ შემთხვევაში. N8-ის შემთხვევაში გაშვება უკვე არის არა ოპერაციების, არამედ მთლიანი workflows jail-ში რა, ვთქვათ make-ი ბილავს ან ითვლის მოკლედ სტატიკაო ამ ოპერაციას. N8-ის შემთხვევაში ერთი ვედეტი არის მთლიანი workflows გაშვება. ანუ აქ სამის მარჯვენა N8-ში ამ გავთავაში ერთი გაქრება დაიხარჯება და ფათაშორის N8-ი ძალიან კარგად იცავს ბალანსს IT background-ის მქონე და ამ მქონე მომხმარებლებისთვის, იმიტომ რომ როგორც ძალიან ადვილი არის ვთქვათ გამოთაყენება, ისევე თუ ვთქვათ ცოტა პროგრამირება გესმის, შეგეძლო პროგრამირების დონეზე საერიო და რაღაც ისეთი ნოუდები აქვს, რაც ხერხს არ აქვს, მაგალითად საბოლოოდ არჩევანი N8-ზე, მაგიტომ შევარჩიე მე, რომ როგორც ვთქვათ მარტივი არის, როგორც make-ი, ასევე მე შემეძლო, რომ კოდის რაღაცა ჩემი ნაწილიც ჩავდო აქ და შესაძლებელი ფერმერის საშუალება მაქვს, რომ რაღაც კონკრეტული კალკულაციები ან რაღაცები, რასაც სხვა პლატფორმები ვერ მაძლევენ,
მე შემიძლია ჩემით დავწერო და ეს ნაწილი გახდეს ჩემი ოფი ძალიან კომფორტულია რეალურად. ხო, მაყურებლისთვის ვიდა ეხა აღნიშნო, მე თავიდან არ აღმინიშნოს, ეს ძალიან კარგი რაღაცა, ეხა რასაც ვიტყვი, ამ ეპიზოდში მე და რევაზმა გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა, რომ ეს ძირითადი თულები მიმოგვეხილა, ასე ვთქვათ, ცოტა ზოგადად, გვეჩვენებინა თქვენთვის და რაღაცა ძირითად პუნქტებს შევხებოდით და ასეთი თემა გვაქვს რა. შემდეგი კვირის ეპიზოდი იქნება ისევ რევაზის ეპიზოდი, ოღონდაც უკვე კონკრეტული ტუტორიალი N8N-ზე. თლიანად რევაზი ისაუბრებს და გვიჩვენებს თლიანად როგორ აკეთებს AI აგენტს. ჩემი აზრით ეს იქნება ძალიან მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ ხო, აი ფართულად, პრაქტიკულად, აი თავიდან ბოლომდე აგვიხსნის, რომ ყველანაირი გაუგებრობა და კითხვის ნიშნები, რაც ეხა დაგვევადება სიტყვაზე და ყველაფერზე პასუხი არ გვიქნება, შემდეგი კვირას უკვე აი იმ ტუტორიალით უკვე ყველაფერზე იქნება გაცემული პასუხი, ხო? ეს ერთი რაც მინდოდა და მეთქვა და მეორე რაც მინდოდა მეთქვა, ხო, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პრინციპში გასაკვირად არ არის, იმიტომ რომ მე პირველივე ეპიზოდში დავპირდი რევაზ მაყურებლებს, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, პოდკასტი არ იქნებოდა სტანდარტული და ტრადიციული პოდკასტი და რაღაცა ვებინარის რაღაცა ელემენტებიც იქნებოდა ჩართული, აი ძალიან პრაქტიკაზე ორიენტირებული იქნებოდა და სამწუხაროდ რამდენიმე ეპიზოდი მერე ცოტა ისე გაიშალა, რომ ძალიან აუცილებელი სალაპარაკო თემები მქონდა ზოგადად, რასაც უნდა შევხებოდით, რომ საძირკველი ჩაგვეყარა, ასე ვთქვათ, და პრაქტიკაზე ვერ ორიენტირდეთ, მაგრამ ნელ-ნელა ეხა უკვე გადავერთეთ შემდეგ ეპიზოდებში, აი სულ ვეცდებით, რომ აი კონკრეტული პრაქტიკა, ასე ვთქვათ, პრაქტიკაზე ორიენტირი გავაკეთოთ რა. და აი კონკრეტული რაღაცა წაიღოს მსმენელმა ყოველთვის ჩვენი ეპიზოდებიდან და არ იყოს ზოგადად შემოფარგლად. ეს ერთი და კიდე ერთი რაც მინდოდა მეთქვა, შეიძლება კითხვა გაუჩნდეს მაყურებლებს, რომ ჯერ ჩვენ AI-ის პრაქტიკული საკითხები ბოლომდე ვერ გავწურეთ და რატო გადავხდით პირდაპირ AI აგენტებზე, ხო? და ამის ახსნაც მინდა რა. რაღაცა მხრივ მართალია ეს პათოსი, შეიძლება მართალი იყოს ეს პათოსი თუ ვინმე ითქოს, მაგრამ იცი რა, იმდენად სწრაფად მიდის AI სამყარო და იმდენად სწრაფად ვითარდება ყველაფერი და თვითონ AI აგენტებიც უკვე იმდენად აქტუალურია ნომერ პირველი თემა სოფლიოში ტექ სამყაროში, რომ ამ შეუძლებელი იყო გვერდისავლა კიდე ხა რამდენიმე ეპიზოდი მარტო AI-ზე გვესაუბრა და რაღაცა ისეთი მარტო კონკრეტულ საკითხებზე და AI აგენტებს არ შევხებოდით და აქედან გამომდინარე დავაპრიორიტეტე რამდენიმე ეპიზოდი, ასე ვთქვათ, AI აგენტების თემა და ასე ვთქვათ, რაღაცა სერიოზული საფუძველი შევქმნათ ამათშიც და მერე ისევ დაუბრუნდებით ისევ AI თემებს და მოკლედ რა, ჩვენი პოდკასტის ამ სეზონში მაქსიმალურად გავწურავთ ყველანაირ პრაქტიკულ საკითხს AI-ის გარშემო და ჩემს დანაპირებს, რაც არის მაყურებლისადმი პირველივე ეპიზოდში, რომ ის იქნებოდა ძალიან არამარტო ზოგადი საუბარი, არამედ პრაქტიკული საუბარი, ვიცდები, რომ 100%-ით შევასრულო. N8N-ში კიდევ ვითომ რაღაცა რომ ქართო არჩევანია, ხოდათ მაგათაც ტრიგერი შეგეძლო იყოს და ძალიან კომფორტული არის ჩემს პროვაჩი. ასევე ძალიან კარგი ტრიგერი აქვს ფორმის დაფით, შეგეძლო არქიტექტურული კონტაქტ ფორმა რაღაცა შექმნა და შემდეგ აი ლინკით მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს გაუზიარო და შეაბრალო თქვათ ინფორმაცია ან ნებისმიერ საქმეში გამოიყენება შემგინარეოთ ფორმა რუსული არ არის, ფოტოების ატარება შეუძლია, ახლა დეიტის თვინდის აქვს ასე შემდეგ და აი ესეთი დიდი გასაგები window გაქვს, სადაც ყველანაირი ინა ინფორმაცია თქვათ ნუ ჭირდება, ეხლა არ გვაქვს არაფერი არ დაგვიწყდება, მაგრამ თუმცა ტუტორიალში უფრო დაინახოთ რას გულისხმობ, ანუ ყველა ინფუტი და ყველა აუტპუტი ძალიან გასაგებად ჩანს და ეხლა რაც ვახსენე კიდე რომ developer friendly არის და ისევე როგორც არა developer friendly, იმას გულისხმობდი რომ მაგალითად აქ პრომპტი როგორც თემზარი ფიქრებული როგორც მეიქ ვაკეთებ რაღაცა თავფეროთ ან ინფორმაცია დავაგდოთ, ასევე შეგვიძლია drag-and-drop და იმითაც და შეგვიძლია გამოვიყავოთ უფრო expression-ები და გამოვიყავოთ პირდაპირ JavaScript-ით თუ ვინმე ვიყურებთ JavaScript გამოცდილება აქვს, აი ესეთი expression-ების მეშვეობით შეგვიძლია ვადაბადა JavaScript ფუნქციები შევქმნათ, ანუ ყველა ფუნქციას JavaScript-ს აქვს აქ არსებობს და პლუს რაღაცა როგორც გამოვიყენე ეგეთ თავისი ფუნქციების წილს დამატებულია ტრენინგი. კიდევ ვამჩნევ ხოლმე დიდ პლუს ასევე რომ ინფრეიტები არის ძალიან გამოსადეგი N8N. ყველგან ძალიან გამოსადეგია, რა თქმა უნდა, მაგრამ პირადად მე რო უკვე დამიწია
მიწევს ხოლმე რაღაცებს შევცვალო, რაღაცებს დავამატო, თითქოს აი არ არის დასრულებული, თითქოს რაღაცა აკრია ყოველთვის და აი ესენში ვფიქრობ ისეთი ეფექტი ხდება, რომ უკვე გზად არის უბრალოდ დაერთო შენი კრედენშალები, შენი აკაუნტები დაუმატო და AI ვიდეო გენერაცია Google-ის VEOS მეშვეობით, რომელიც ჩაეწერება Google Drive-ზე და აიფირდება YouTube-ზე, ყველაფერი აი ამ ნაშენ ხდება და მათ შორის ერთ-ერთი უფასო არის. მოკლედ, NAKN-იც რეალურად ერთ-ერთი პლატფორმა არის, რომელსაც თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც და თუ პლუსები თქვათ მარტივი გამოყენება არის და მრავალფეროვანი გამოყენება, ამისი trade-off-ი რეალურად ამის იმიტომ რომ მარტივი ყოფილიყო, მაგაში გათვალეს ის რომ შედარებით ნელი არის, ანუ და Make-ი უფრო enterprise friendly არის, თუ რაღაცა დიდი ტრაფიკი გაქვს, საიტი გაქვს, მოკლედ რომელიც მნიშვნელოვნად არის და დამოკიდებული სისწრაფეზე, ანუ მოვიძახე რომ ნელი ამეთი შედარებით ისეთ ნერს ანიშნებ რაღაცა თუდად არ წარმოიდგენს უბრალოდ საუბარი მაქვს დიდ დატვირთვას ბაზაზე, როცა 1000-ობით, 10000-ობით ადამიანი ერთდროულად ემესიჯება, Make-ის აგენტები მაგალითად შედარებით კარგი პერფორმანსი ნარჩუნებენ და სწრაფად მუშაობენ, ვიდრე NAKN. თუმცა პირადი მოხმარებისთვის ჩემი აზრით ჯერჯერობით NAKN სამ ბაზარზე დიდ კონკურენტი არ ყავს. ყოველ შემთხვევაში პირადად მე ვფიქრობ, რომ პირადი მოხმარებისთვის საუკეთესო პლატფორმა ეს არის და ამას გავგრძელდა ეპიზოდი, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, ხო? სანამ შემდეგ საკითხზე გადავარ კიდე ერთი რაღაცა მინდა რომ თქვა მაყურებლისთვის, ხო? ძალიან ამომწურავთ და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები თქვა რევაზმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ხო, არ არის იმისი დრო, რომ აი 100%-ით გავწუროთ ყველაფერი სიტყვაზე, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ გვპირდებით შემდეგ ეპიზოდებში, ანუ თუ რამეს დავაკლებთ ან რაღაცა თუ კითხვები იქნება თქვენგან, აუცილებლად დავაკონკრეტოთ და დავაზუსტოთ ხოლმე და ამიტომ მაგაზე არ იღროდოთ, ეგ პრობლემა არ იქნება და აქვე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს ფიდბექს ველი ყოველთვის, ანუ თქვენს უკვე კავშირს თუ რაიმე შეკითხვა დამაზუსტებელი, თუ რაღაცა ასე ვთქვათ, მოსაზრება ან რაღაცა თქვენ ნებისმიერ ქსელში შეგიძლიათ, რომ მოგძებნოთ და გამოთქვათ, ასე ვთქვათ, როგორც YouTube-ზე და ისევე სხვა ქსელებში, ხო? რევაზ, მინდოდა ერთი საკითხზეც გვესაუბრა, მე და შენ ვისაუბრეთ ამაზე. AI აგენტის მემორებთან ან მეხსიერებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან hot თემაა ეხლა ყველაზე რელევანტური, ასე ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, AI აგენტები ვითარდება და ეს მეხსიერების თემა გახდა ძალიან რელევანტური და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად საბოლოოდ მოგვარდეს ეს მეხსიერების პრობლემა, რომ კონდეს და ყოველ ჯერზე კი სხვადასხვა საშუალებები არსებობს, რითაც კონტექსტს ვამახსოვრებინებ და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რთულადაა ამ მეხსიერების საკითხი რა და ამასაც რო შევეხოთ და შენი მოსაზრება და შენი შეხედულებები და შენი ცოდნა რო გითხრა ამასთან დაკავშირებით საით მიდის პროცესი? კი, ძალიან საინტერესო თემა არის, თუმცა მანამდე მეც დავამატებ ეს ნათოს თუ შეიძლება მეც ყვატრებთ ვიქნებით რაღაცა კითხვები გქნებათ კომენტარები ამ ვიდეოსთან დაკავშირებით YouTube-ზე დაწერეთ კომენტარები და მეგობრებო რომ მეც გაგცეთ პასუხი ნახონდა ჩემი მხრიდან ვიდეოს აღწერაში მითითებული იქნება რევაზის LinkedIn-ის, LinkedIn-ზეც დაიმატეთ აუცილებლად. ხო და მოკლედ მეც რევაზის ყველა ქსელში ვარ, ასე ვთქვათ და ნებისმიერ ვიდეოს ველოდებით. კი ბატონო. რაც შეეხება მეხსიერებას, ეს მართლაც ძალიან დიდი ასე ვთქვათ აღმოჩენა არის AI და AI აგენტების არის. Teraz nu wysłałby chat როგორ ხდება ამ მეხსიერებით ფენაქნება, ხო? ლიან ჩატ უგზავი პოვერჯერზე ყველა ახალ ლიან ჩატსკანი უშ ახალი მესიჯი. ეგრე ხდება იმის ამახსოვრება თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ ინტერაქციაში, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შეიქმნა კიდევ ახალი ტიპი მეხსიერების, ეს არის სემანტიკური მეხსიერება, სადაც ChatGPT იყენებს რომ მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას იმახსოვრებს, ეს ხასიათს, პროფესიას და ასე შემდეგ, ყველაფერი მემორიაში აქვს და მესამე უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მეხსიერების გამოყენება დიდ მოხმარებისთვის, ან რას გქონდეს ხო, მაგალითად დაგეგმვა ამ გეგმის მეხსიერებაში შენახვა და შემდეგ ამ გეგმის მიყოლა მეხსიერებიდან წაკითხვის მეშვეობით. ანუ ეს ის არის, რაც AI აგენტს აძლევს
რეალურ ავტონომიას და რეალურ ავტონომიურობას. როცა ის უკვე გადის სტატისტიკიდან, სტატის სფეროდან და შეუძლია რეალურად ესე ავტომატურად იმუშაოს. ანუ თვითონ გადაწყვეტოს შემდეგი ნაბიჯი რა არის, გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. ანუ რას გულისხმობ? წარმოიდგინეთ ისეთ ჩატს რო დაუბრუნდეთ მაგალითად, იმიტომ რომ ჩატი ყველაზე გასაგები მაგალითია AI-სთან ინტერაქციის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ჩატზე მეტად რაღაცა ტასკის მიცემასავით არის ხოლმე რაღაცა სიტუაციიდან ან გარემოდან გამომდინარე, მაგრამ რო თქვა იყოს ჩატი ან AI ჩატში, რომელსაც მიწერს შენ რა გინდა და იმის მაგალითად რაღაცა პასუხი გაქცევ, თქვა, ან თუნდაც კი პასუხი რო კი ბატონო ამას დავაკეთე, მაგრამ ამის გაკეთების ნაცვლად უბრალოდ დაწევოს გეგმა და შეინახოს თავის მეხსიერებაში. შემდეგ ყველა 5-ში ერთხელ ან საათში ერთხელ გააჩნია უკვე კოგოტონი იმპლემენტაციას, ამ გეგმას დაუბრუნდეს და შესაძლოა შემდეგი მოქმედება განახორციელოს. ან წინა მოქმედება შეაფასოს და შეასწოროს, თქვა, თუ გააჩნია ასევე იმპლემენტაციას მაგ შემთხვევაში. თუ ზოგი რაღაცა ისეთი არის, თქვა, თუ რაღაცა წერას ეხება, ან ბლოგს წერს, ან იმეილს წერს, ან რაღაცა, კარგია ხოლმე ეგეთი სტეპის დამატება აზროვნებაში, ასე ვთქვათ, რომ გადახედოს უკვე ნასტებზე დაწერილ იმეილს და თუ რამე შესაძლებელი არის, შეასწოროს, ხო? და თუ არ ეხება მსგავს რაღაცას, მაშინ უბრალოდ შემდეგი სტეპი გააკეთე. ანუ რეალურად მეხსიერება, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ AI აგეთ, არამედ ადამიანებსაც ხომ ამბობ დროს ფემს გამოცდილებაში რომ AI აგეტეთა მოკრობის დროს რაღაცებს აღმოაჩენ ხოლმე ასევე ადამიანებშიც. ანუ რეალურად ავტონომია ადამიანებსაც მეხსიერება ანიჭებს, ალბათ პოლიან შეფოდრია მაინც გაგუგია მაინც ადამიანის შესახებ, რომელიც რაც მეხსიერების პრობლემები ექნებათ და უკვე ასე თქვათ წებიან რა დახმარება სჭირდებათ იმისთვის რომ იარსებო, ხო, რათა ყოველთვის დამოუკიდებლად ვეღარ ცხოვრობენ. დაახლოებით იგივე არის, როგორც ანუ ადამიანს აიჭერს მეხსიერება ავტონომიას, იგივენაირად ჩვენ ვცდილობთ რომ AI აგენტებთან ავტონომია გავუწევთ მეხსიერების მეშვეობით. მთლიანობაში მემორიები ვთქვათ რომ და განსაკუთრებით ახალი არის, არ არის ახალი, თუ თავიდანვე როცა დატებით შექმნა დავიწყეთ, მაშინ დავიწყეთ რეალურად მემორიების გამოყენებაც, მაგრამ ეხლა უბრალოდ ახალი გამოყენების გზები იქნება, უფრო კრეატიული გზები იქნება გამოყენების, როგორც დაგეგმვის ნაწილი არის მაგალითად და როგორც თემატიკური მემორი და ასე შემდეგ, რა. ეს გარდა ავტონომიურობისა, ასევე საშუალება არის ტექნოლოგიურ სოფერთამაზე კიდევ გავიმეოროთ, რომ ეს არის საშუალება გახდეს AI აგენტი უკეთესი ყოველ ჯერზე. ანუ უკეთეს გაქცევაში, ვთქვათ, არ გულისხმობ იმას, რომ არის ერთი უკეთესი გაქცევის ერთი ვარიანტი, რომ რაღაცა მონაცემები მოაგროვო და დაატრენინგო ისე მოდელი, რასაც თვითონ კომპანიები აკეთებენ, რომლებიც ამ მოდელს ქმნიან, ხო, როგორც OpenAI, Cloud, Gemini და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე ვარიანტი არის უკეთესად გაქცევის, რომ უკეთესი პრომპტი შეექმნათ, ანუ პრომპტზე ძალიან ბევრი რაღაცა არის დამოკიდებული რეალურად AI-ის ავტომატიზაციებში, პროფილებში და აგენტებშიც და პრომპტის გაუმჯობესების ხერხი არის რეალურად მემორის რაღაც მეხსიერების ქონა და ამ მეხსიერების განახლება, იმიტომ რომ ეს მეხსიერება მე ანდერზი ხუდეგრე მუშაობს, რომ ეს მეხსიერება მე მიდის ისევ კონტექსტში ყოველ შემდეგ გაქრებაზე, ანუ მეხსიერება რა თქვა წინაზე ჩაიწერა და მანამდე ქონია ჩაწერილი, ყველაფერი მიდის ისევ კონტექსტში და შესაძლოა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო კარგად და უფრო მარტივად აკეთებს თავის დანიშნულებას პროგრამული AI აგენტი. ერთ რაღაცას მოყვები, აი მე მაქვს გაკეთებული Gemini Gems, ანუ ჩვენს პოდკასტზე და მიცემული მაქვს საფუძვლად პრომპტად და ანუ ფაილად, ასე ვთქვათ, ჩვენი ყველა ეპიზოდის, პირველ ეპიზოდიდან მოყოლებული ყველა ეპიზოდის სკრიპტი YouTube-დან. ანუ მივეცი სულ ყველაფერი 6 ეპიზოდის სკრიპტი და მივეცი ნუ პრომპტი რომ რა მინდა რომ მომავალში დახმარება გამიწიოს მომავალი ეპიზოდების დაგეგმვისთვის, თითოეული ეპიზოდების კრიტიკისთვის და ასე ვთქვათ, ჯანსაღი არგუმენტების მოძიებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას აკეთებს იდეალურად. ანუ მიცემის დღიდან
ყველაფერს აანალიზებს, ოღონდ აი ძალიან საფრთხიანად რა, აი რომელ ეპიზოდში რომელ წამს რა სიტყვა ითქვა ვის მიერ და ის ანუ ყველაფერს აბსოლუტურად აანალიზებს, ძალიან კარგ რჩევებს და ჯანსაღ კრიტიკას აგენერირებს, სერიოზულ რეკომენდაციებს, ახალ ეპიზოდებს მალგეგმინებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მეხსიერების თემა მანდაც არის, ხვდები? ამ საფუძვლად რაც მივეცი მე ეს ფაილები ამას კი კარგად აანალიზებს, მაგრამ იმის მერე ხომ მქონდა ბევრჯერ კომუნიკაცია, ანუ თითქოს ყოველდღიურს კომუნიკაცია და ხომ მან ზოგჯერ ცოტა იჭრება ხოლმე, ანუ ბოლომდე ვეღარ ხვდება კონტექსტ ხოლმე რა, არა და ძალიან ძლიერი მოდელია ჯემინი, მაგრამ ბოლომდე ვერ იმახსოვრებს, რომ აი ერთი კვირის წინ ასვეუბნებოდი ამ ფაილებზე დაპარდნობით და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეს მაინც ძალიან დიდ საქმეს მიკეთებს, იმიტომ რომ ეს ფაილებს რო აანალიზებს და იმახსოვრებს და აკეთებს კარგად, ნუ ეს ამის თემას შეეხეს სხვათა შორის აი persistent memory. მან არსებობს ესეთი ფანდი, ასე ვთქვათ რა. ანუ software მოდელის წარმატება არის შეგვიძლია რაღაც კონტექსტი უნდა უაქვს ტოკენების, ანუ რაღაც კონკრეტული რაოდენობის ტექსტი შეუძლია რომ მიიღოს ერთდროულად, მაგრამ მაგის იქით ვერ მიდის. თან ეს ყოველი ტოკენი რაღაცა ჯდება რეალურად, რაღაც ელექტროენერგიაში, რესურსში კომპიუტერის და ეს ყველაფერი მე თქონა დოლარებში იტაგნება საბოლოოს და მაგისთვის ვაკეთებ ხოლმე სამარიზაციის მეთოდს ეძახიან, შეჯამებას ვაკეთებ რეალურად ძველი იმების, დატების და ინახება მონაცემთა ბაზაში შეჯამება. ანუ Gemini შენ ერთი კვირის ჩატს რო განახებს ისევ სტატიკ სახით, რეალურად მოდელს მაგ დროს ეგზავნება შეჯამება და არა მთლიანი ჩატი. მივხვდი რა სკოლას ქონდა შეჯამებაში რაღაცა დეტალები იტარგება ხოლმე და მაგიტო გექმნება ეგეთი შეგრძნება რომ რაღაცეები დაავიწყდა რა. რეალურად Gemini-ის მოდელის სიძლიერესთან კალკულში არ არის, უბრალოდ აპლიკაციის მხარე არის, ანუ აპლიკაციის ლეიერია და ნუ შეიძლება აპლიკაციის ლეიერზე ცოტა ზედმეტად გააკეთეს შეჯამება, ანუ მაგას კომპენსაციის თავისი სიძლიერი აქვს რა, როგორც ფოტო შეგიძლია რომ შეამცირო მეგაბაიტებში, მაგრამ ხარისხი უკუჭდება, ეგრე არის ექსამერდაციის პროცესი. რა, ანუ შეგიძლია შეაჯამო, მაგრამ თუ ძალიან შეაჯამე და ძალიან შეამოკლე, რაღაცა ინფორმაციებს რეალურად კარგავდა და დეტალები ავიწყდება და მაგიტო მოხმარებელს უჩნდება ხოლმე შეგრძნება რომ აი ეს კარგი ის არის რაც ეხა შენ თქვი რა, ანუ კარგი მოდელია, მაგრამ რაღაცები ავიწყდება ხოლმე, ანუ რეალურად ეგ ოპტიმიზაციის ნაწილი არის და ეგ რო არ გააკეთონ ძალიან ბევრ ფულს ახარჯავენ და რეალურად ყოველთვის ყველა ჩატის გაგზავნა მოუწევთ მოდელთან და ეს უამრავ ტოკენს დაწვავთ და ხო შეგიძლია რევას ეგეც არც ერთ ეპიზოდში არ განგვიხილია, აი ეგეც ძალიან არატექნიკურად რო აგვიხსნა, თვითონ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, ეს ტოკენიზაცია, რას მოიხმარს, რა რესურსები სჭირდება AI-ს რო დააგენერიროს პასუხები, ასე ვთქვათ. ასევე თუ შეგიძლია გითხრა API-ის დროს, აი ეს ფინანსები როგორ ნაწილდება ყოველი ტოკენის მოხმარების დროს, ასევე დიდი მოდელები context windows, ანუ კონტექსტის ფანჯარას რა მნიშვნელობა აქვს და რა დატვირთვა აქვს. აი ეს საკითხები, რომ აი ძალიან არატექნიკური და მარტივი ენით თუ შეგიძლია რომ ბარემ ეგეც აგვიხსნა, აი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეგ ამბავი. ვეცდები რომ რაღაცა მოკლედ იმათ უფრო რა. ანუ პირველი ტოკენების ნაწილი, რავი, ჩვენ საქართველოში ალბათ უკვე ყველა მითით, რომ მაინინგი ძალიან გვიყვარს და რაც ბლოკჩეინი და ბიტკოინი შეიქმნა, ყველამ დავიწყეთ მაინინგი და ვიდეო კარტების გამოყენება მოკლედ ტოკენების შესაქმნელად, იქაც ტოკენები გვია ამას და ჩათვალეთ, რომ ტექნიკურად დაახლოებით იგივე პროცესი არის და ძალიან ძლიერი კომპიუტერის რესურსი სჭირდება, კომპიუტერი სჭირდება, მოკლედ და ძლიერი ვიდეო კარტები სჭირდება იმას, რომ ამ დიდმა მოდელებმა შეძლონ ჩვენი ამ აუთპუტის რასაც წერენ, მოკლედ მესიჯების დაგენერირება. ეს ძირითადად ხდება AI მოდელები, როგორც თვით რაღაცა სტატისტიკის მანქანები არის რეალურად. ყოველი სიტყვის ნაწილი მაგთვის არის რეფერენცია მაგ გონებაში ასე ვთქვათ. არის როგორც რაღაცა რიცხვი და სტატისტიკის მეშვეობით ან კონკრეტული ტოკენის შემდეგ რომელი ტოკენი არის ყველაზე ლოგიკური, ან მაგ ტონებებზე ან მაგასთან ტონები ენიჭება და ყველაზე მეტი ტონა რომელსაც აქვს, ყველაზე მეტი ალბათობა რომელსაც აქვს ამ სიტყვის მერე სიტყვა მოდის, ასე ვთქვათ, ან ტოკენი რო სიტყვათ ავხვა. ამ შემთხვევაში ტოკენი არის უფრო რაღაცა 300-400-ს ნაკრები არის. ამ შემთხვევაში სიტყვაც იყო
პატარა სიტყვები იქ მაგალითად რა. შემდეგ რა თქმა უნდა შეიძლება ერთი ტრენდ ოპენი იყოს. და რეალურად ეს ანალიზი სტატისტიკური საჭიროებს ძალიან დიდ რესურსს. და წარმოვიდგინეთ როგორც ამბობთ რომ ეს მოდელები შეიქმნა მთელი ინტერნეტის ინფორმაციის შეჭიმით, ასე ვთქვათ, ვასწავლეთ მთელი ინტერნეტის ტექსტი. რა თქმა უნდა, ეგ ინტერნეტის ტექსტი იქით არ ინახება ყველაფერი, მაგრამ ამ ინტერნეტის ტექსტის მეშვეობით ძალიან ბევრი პარამეტრი შეიქმნა შიგნით, თუ აფერახუნო კიდევ მოდელებს რომ 20 მილიონი პარამეტრი და 1 მილიარდი პარამეტრი არის შემდეგ. ეს ყველა პარამეტრი უნდა დაჯამდეს და მივიღოთ შესაძლებლად რაღაცა ახალი ტოკენი. ანუ ყოველ ტოკენზე ამ ყველა პარამეტრის ამოქრობა ხდება და მაგიტომ ძალიან დიდი რესურსი სჭირდება რეალურად დააგენერო. რაღაც ახლა open source მოდელები არის და მე საკმაოდ ძლიერი კომპიუტერი მაქვს, 12 გიგაბაიტამდე ვიდეო კარტა პროცესორი წარდგია, მაგრამ აი DeepSeek-მა გამოვხა მაგათი პირველი დიდი open source მოდელები, 5 ვარიანტი ჰქონდა და ყველაზე დიდიდან გავიწყე და მეორემდე ჩამოვედი. ანუ პირველიაც ყველაზე პატარა არის ის მარტივად მუშაობდა და მეორეც მუშაობდა ოღონდ ცოტა უკეთ და ცოტა ნელი იყო. უკვე მესამე, მეოთხე და მეხუთე ყველაზე დიდი მოდელი რომელიც იყო, მეტი პარამეტრით, თითქმის არ მუშაობდა საერთოდ. იმუშაობდა, მაგრამ ანუ ერთი პასუხის დაგენერებას მოანდომა მესამე დონემ სადღაც 14 წუთი და მეოთხე დონეზე დავრულდებოდი, ალბათ რა 24 საათი დაჭირდებოდა, რომ რაღაცა ერთი პასუხი გაეცა რეალურად და ამიტომ ხო რესურსი დიდი სჭირდება და each token counts. ანუ ყველა ტოკენი უნდა გაითვალისწინო, პირადად შენ თუ რაღაცა შეიყენებს flow-ში ან რაღაცაში, აი მე ალბათ კარგი იქნება, რომ ეგეც შევარჯამოთ როგორც ვწაუბრეთ, რომ რაღაცა რა challenge-ები არის რეალურად ამ AI-სთან დაკავშირებით და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი challenge ეგ არის, რომ ტოკენები ყველა პროვაიდერის მხრიდან არის ყოველთვის ლიმიტირებული, რომ ზედმეტი მოხმარება არ მოხდეს. გინდა API-ს და გინდა პირდაპირ UI-დან ლიმიტაცია მაინც აქვს, შეხედებით დიდი არის ლიმიტები ერთ თავიდან იყო, იმიტომ რომ ეს სერვერები შექმნით და მხარდაჭერა გააძლიერეს ტექნიკური თვალსაზრისით და მაგრამ რა თქმა უნდა მაინც პრობლემაა. ეხლა რაც შეეხება context windows. Context window არის აი წეგარას რომ უნდა დაამუშავოთ და უნდა ყველა პარამეტრი მოარგოს იმ შენ ტიპებს რაც დაუგზავნე შექმნით, ანუ context windows ის არის იმას განსაზღვრავს თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს შენი მესიჯი, მაგრამ შენი მესიჯი არ არის ის კონკრეტული რაღაცა, რაც ერთად დაწერე, როგორც წეღანთქვით, ანუ ყოველ შენს გაგზავნილ აი ChatGPT-ში ყველა ახალ მესიჯზე იგზავნება მთელი წინა ჩატ. ანუ ყველაფერი რაც იდეაში მოდელმა ყველაფერი იგზავნება ყოველ ჯერზე. და ეგ არის თქვენ context window. მაგიტომ არის რომ რაღაცა დიდი ხანი რომ ესაუბრები, აი ChatGPT ერთ ჩატში რომ დიდი ხანი ესაუბრები, რაღაცა შეგრძნებები ვიჩნდება, რომ რაღაცები დავავიწყო, ძალიან ცოტა სულელურად იქნება რაღაც, ანუ როცა context window ძალიან იზრდება ხოლმე და სხვადასხვა თემებზე მithumetet თუ გადადიხართ და შეგეძლო მე დატესტოთ კიდევაც რა. ეხლა ახალ მოდელებში შედარებით ნაკლებად ეთყობათ ეგ, მაგრამ ცოტა ძველ მოდელებს მარტივად შეგეძლებთ ჩანჩნიათ, რომ თუ ერთ და იგივე ჩატში რაღაცა ბევრ სხვადასხვა თემას ეხებით და დიდი ხანი აგრძელებთ ერთ და იგივე ჩატს, ცოტა სულელდებასავით, ანუ მაქვს გამოსულელებას იწევს სწორედ context window, რომ ძალიან ანუ ბევრი არის, არ გადასცეთ თუ გადაცდა უკვე ავტომატურად ეჭრება და შენ მაგას ვერ იგრძნობ, მაგრამ შენ მაგას იმით იგრძნობ, რომ რაღაცეები ავიწყდება აი ამ შენს მოდელს რა. context window განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის კომპანიებისთვის და enterprise solution-ებისთვის, იმიტომ რომ საშუალებას აძლევს დიდი ინფორმაცია ერთდროულად გადააწოდოს, აი მაგალითად ეხლა როგორც ვთქვათ custom GPT შექმნითო, რომელსაც მთელი კომპანიის რაღაცა ინფორმაცია არის და იმას შეგიძლია კითხო რა. ანუ ეგ ინფორმაცია ყველაფერი რაც აქვს მოდელს არის context window-ში შეუძლება. ან როგორც ეხლა ვთქვით მემორიც რომ იყოს და სადმე თქვენ იყოს შენახული, სანამ კომპილაცია მოხდება, ეგ ყველაფერი context window-ში უნდა გადავიდეს. ნუ ეს შემთხვევაში სისტემ მესიჯების სახით გადადის ხოლმე და მომხმარებლის ფარეს არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად არის შეგიძლია ამის ინსტრუქციები და ყველაფერი რაც არის ეგეთ context window-ს ნაწილია. პლუს დამატებითი ინფორმაცია ფაილები და რაღაცები რა თქმა უნდა ეგეც context window-ს ნაწილია და მაგ ყველაფერს კიდე ემატება შენი მესიჯები რა, წარმოვიდგინე რამდენი რაღაცა გროვდება საბოლოო ჯამში და
თან რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის Quantum Windows კიდე ის არის რომ შენი ყოველი შემდეგი მესიჯი კიდევ ხელახლა უგზავნის ყველაფერს რაც აქამდე ქონდა ანუ რაღაცა რაც შევიდა უკვე თქვა ინფორმაცია ფაილის შესახებ ან ინსტრუქციები რაც უკვე შეცული არის Quantum Windows შეგიმას ანიშნავს ვიქ არის და დარჩა პარალელურად ყოველ ჯერზე ხელახლა ეგზავნება და ტოკენების ხარჯვის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში იზრდება ხოლმე არითმეტიკული პროგრესით და რაც უფრო მეტი არის ჩატი თითო მესიჯზე მით უფრო მეტი ტოკენი იფარგლება ასე ვთქვათ მარტივად და Context window აი წარმოიდგინე იგივე кейსი, იგივე კომპანია, მაგრამ იყოს რაღაცა დიდი კომპანია, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაილი აქვს რა. Context window თუ არა დიდი მოდელს ვერ შეძლებს ეს კომპანია, რომ ყველაფერი ერთდროულად ასწავლოს. ანუ როგორც უნდა მოინდომოს, ეგ იქნება ფიზიკურად შეუძლებელი, რომ ყველა ხოდა ერთდროულად ვერ მისცემს, ანუ ვერ ჩაეტევა და შესაძლებლად იმისი პასუხებიც არ იქნება სრულყოფილი კი არა, ანუ რაღაცები ერთადერთო დინება. ამისი მოგვარების ერთ-ერთი შეფი არის RAG, რომელსაც იყენებენ უკვე Retrieval Augmented Generations, ან მოკლედ RAG-ს ეძახიან და როგორც ანუ იგივე მეთოდის გამოყენება, რასაც იყენებენ LLM-ების შიგნით, ან ტოკენების მეშვეობით ეძებენ შესაძლებელი ტექსტს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან არაეფექტური არის და არ მუშაობს და სწორედ ამიტომ Gemini და ზოგადად Google-მა როგორც მივხვდი, უფრო enterprise-ზე გააკეთა Sony ასე ვთქვათ, იმიტომ რომ OpenAI როგორც დაკვირდებით ძალიან ინდივიდუალურ მომხმარებლამდე დადის და ცდილობს რომ ინდივიდებისთვის ძახდეთ თემდაცდომი, რა თქმა უნდა Gemini ცდილობს მაგას, მაგრამ Google-მა ასევე გააკეთა Sony იმაზე, რომ enterprise-ში დაინერგოს AI და Gemini და მაგიტომ Google-მა პირველად გაზარდა 1 მილიონ ტოკენამდე context window რამაც ძალიან ბევრი დიდ კომპანიას გადააწყვეტინა რეალურად Gemini-ს გამოყენება იგივე კონკრეტების მაგივრად, თო OpenAI-ს და Cloud-ით მაგივრად Gemini-ს გამოყენება. აი, ვიცი ხა ძალიან ღრმად შევდივარ და სპეციალურად არ გაწყვეტინებდი ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან ბევრს განვიხილავდით. აი, ძალიან ღრმად შესვლა არ მინდა, მაგრამ აი რაღაცნაირად მოდი ავხსნათ ეს fine tuning-ი და RAG ტექნოლოგიაც გასაგებად და მე სხვა ეპიზოდებში აუცილებლად ძალიან ღრმად ჩავშლი რომ ეგ როგორ არის და რა ხდება უფრო ძალიან მოკლედ რომ აგვიხსნა ესეც ეს ორი მიმართულება და უკვე გადავალ რამდენიმე მეორე საათი იწურება უკვე და რამდენიმე თემა დაგვრჩა და უცებ უნდა გადავუაროთ სანამ შესრულდება 2 საათი. ბატონო დაგით და fine tuning-ი ძალიან საინტერესო თემები არის და დიდი სიამოვნებით კიდევ ერთი 2 საათი ვიტოვრებდი ამათი, მაგრამ მართალი ხარ ვეცდები რომ ცოტა მოკლედ ვთქვათ, პირველ რიგში და ტექნიკურად ძალიან განსხვავებული რაღაცები არის RAG და fine tuning-ი. ვინაიდან RAG-ით დავიწყეთ, მოდი RAG-ის ნაწილი განვართოთ ცოტა. წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა, რომ გვაქვს ბევრი დოკუმენტი. თუნდაც ეს იყოს იურიდიული დოკუმენტები, ან დოკუმენტაცია კონკრეტული ფენი კომპანიის შიგნით რაღაცა პროექტის ჩატარება. ხო, ანუ რაღაცა გვაქვს ბევრი ტექსტი, მოკლედ რო ვთქვათ. და ჩვენ გვინდა რომ ამ ტექსტზე დაყრდნობით AI გვიპასუხოს ხოლმე სხვადასხვა კითხვებზე. ჩვენ ვინაიდან context window შეზღუდული გვაქვს, თან არ გვინდა ძალიან ბევრი ტოკენები ვხარჯოთ. ზიანად ამ უზარმაზარ ტექსტს, ამ DIGS-ს, ამ დოკუმენტაციას თუ ასე შემდეგ ვერ ვცემთ კონტექსტს, ან ვერ გავუგზავნით და ვერ ვეთქვით რომ ამის ვიფებით და გენერირებ ავტომატურად. თუმცა თოლებრივ chat UI-ში ChatGPT-ს ჯერ შეხვიდე, იქ თითოეულ ტოკენზე არის უბრალოდ რაღაცა ლიმიტი და ანუ რაღაც $10-ი ყოველ თვე, მაგრამ თითოეულ ტოკენზე არ გეზრდება ხარჯი ასე ვთქვათ და უბრალოდ რაღაც დროს შეიძლება გაგაჩნიათ რომ მეტი აღარ მომწერო დღეს და რაღაცა ერთად დაგალიმიტოთ, მაგრამ როცა კომპანიაზე API-ს ეხება საქმე, როცა API მეტყობა დაკეთებს იმპლემენტაციას, მაშინ თითოეულ ტოკენზე რეალურად, რა თქმა უნდა, თითოეული ცოტა თამაღლა ჟღერს ამ ძალიან არის რეალურად თითო ტოკენი თასი, მაგრამ როცა ეს სკეილდება და რა ვთქვი 100 თანამშრომელი ყავს და 100 თანამშრომელს აი ამ ხერა დოკუმენტაციის კონტექსტი უნდა გაეგზავნოს ასე თანამშრომლის კომუნიკაციით AI-ს ეს შეიძლება ძალიან დიდ დაგრებამდე ავიდეს რეალურად. მაგისთვის შეიქმნა RAG-ი, რომ მთლიანი კონტექსტით მაგრივად კონტექსტიდან ამორჩეული პატარ-პატარა ფრაზები ან პატარა ვთქვათ ნაწყვეტები აეგზავნოს მოკლედ LLM.
და AI აგეთ. წარმოვიდგინეთ დაახლოებით ესეთი რაღაც, რომ ეს დოკუმენტები რაც მე მაქვს, გადავაქციე ყველაფერი ტოკენებად და ტოკენების სახე ვინახე მონაცემთა ბაზაში და შემდეგ, როცა მომხმარებლის მესიჯი მომდის, ამ მომხმარებლის მესიჯსაც ვაქცევ ტოკენებად და ჩემს მონაცემთა ბაზაში შენახულ ტოკენებს ვადარებ. და მომხმარებლის მესიჯთან ყველაზე ახლოს რაც არის, იმისი შესაფერისი რაღაცა 5 პარაგრაფი ავიღე და გაუგზავნე მე LLM-ს მომხმარებლის მესიჯთან ერთად. ამ ეს ყველაფერი background-ი ხდება, რა თქმა უნდა, შენ მომხმარებელს ხედავ, უბრალოდ იქნას, რომ მესიჯი გავაგზავნე და რაც პასუხი მომივიდა, მაგრამ background-ზე ეს ხდება, რომ ანუ რაგის პროცესი ასეთი არა, რომ ის მომხმარებლის მესიჯი შედარდა ტოკენების სახით და გადაიქცა ტოკენებად და შედარდა მონაცემთა ბაზაში შენახულ ტოკენებთან და გაიგზავნა მერე იმ თხოვნით, რომ მოდი აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით, აი ამ კითხვას გაეცი პასუხი და დაუბრუნე მომხმარებელს და უკვე მაგაზო დაყრდნობით ააბუნებს და რაგი არის ძალიან კონფიდენციალურად გამართლებული ტექნოლოგია, რომ ორგანიზაცია შეუძლია გააკეთოს თვითონვე, ანუ თავის მონაცემთა ბაზაზე გადმოატრენინგოს, ასე ვთქვათ, მოდელი და მოარგოს, მაგალითად იურიდიულ ფირმას შეუძლია, რომ აბსოლუტურად გარანტირება გააკეთოს თავისი კონფიდენციალური მონაცემებით, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ამ მეთოდების გამოყენებით, რომ თავის ბაზაზე მოარგოს ეს გადმოტრენინგებული. მით უმეტეს თუ თვითონ LLM-ით უკვე თავის ბაზაზია, ანუ რა თქმა უნდა კონფიდენციალურობის ძალიან დიდ ნაწილს რაგი უკვე უზრუნველყოფს რა, აი ტულინგთან შედარებით, მაგრამ LLM-ი თუ გარეთ არის, ანუ რაღაც დონეზე მაინც იგზავნება ეს ინფორმაცია API-ის მეშვეობით. თუ LLM-იც შენს სისტემაშია, ასე ვთქვათ, მაშინ შეგიძლია ისე მოაწყო, რომ საერთოდ არაფერი არ დავრიდეს თქვენი სისტემის გარეთ, რაც ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. თუმცა ხო, როგორც ვთქვი, ანუ რაგი ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგ მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დიდ მონაცემებთან სამუშაოდ, მაგრამ რა თქმა უნდა თავისი ლიმიტაციები და პრობლემები მაგასაც აქვს, რასაც large-ის community-ში holy cow პრობლემა შევარქვით, ასე ვთქვათ. ანუ რას გულისხმობ, similarity-ს ერთს აკეთებს, ანუ მსგავს სიტყვებს ეძებს რეალურად და თუ გაქვს რაღაცა ორი პარაგრაფი მონაცემთა ბაზაში შენახული, რომელიც ვთქვათ, ერთი ეხება რაღაცა მეცნიერულად დროხების შესახებ, ანუ ფაუების შესახებ არის რაღაცა ინფორმაცია მოცემული და მეორეში უბრალოდ ინგლისური ესე ვთქვათ, ფიქსირებული ფრაზა holy cow წერია სადღაც, მომხმარებელი თუ დროხის შესახებ ვიკითხავს, ანუ cow-ის შესახებ ვიკითხავს რაღაცას, შენი რაგის სისტემა დაუბრუნებს ორივეს, ანუ რაღაცა დროხის შესახებ და ასევე რაღაც საერთოდ არარელევანტურ ინფორმაციას, სადაც holy cow არის გამოყენებული და რა თქმა უნდა ეს კონტექსტს მე აფუჭებს და შეიძლება სრულიად სისულელე უპასუხოს ცერმა მოდელმა მომხმარებელს. ამიტომ ანუ რაგისთვის როცა მონაცემებს აგროვებ, ეს მონაცემები ჯერ კარგად უნდა დაამუშაო, მაქსიმალურად კატეგორიზაცია უნდა გაუკეთო, სახელები, აღწერები და ასე შემდეგ, რომ უფრო ზუსტად შეეძლოს რაგს კონკრეტული ინფორმაციის დაბრუნება. თუ რაგი არ არის კარგად გაკეთებული, ის შემთხვევაში უარეს შედეგებს იწვევს ხოლმე, ვიდრე რაგის გარაშე პირდაპირ კოდექსში გარშვება. ამიტომ როგორც წესი, ცოტა ვერიდები ხოლმე, დიდი რესურსი კიდება, რომ რაგი გააკეთო ხარისხიანად, რა. ძალიან კარგი. მოკლედ, ხო, ამ თემას როგორც დაუპირდე მაყურებელს, აუცილებლად განვავრცობთ შემდეგ ეპიზოდებში და ძალიან დეტალურად მიმოვიხილავთ, აღარ გვინდა ეხლა რომ ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს. სამი საკითხი კიდე რაზეც გვინდოდა საუბარი და რაღაცნაირად სწრაფად უნდა გადავიაროთ ეგეც რა, მე მგონი დაუღალეთ მაყურებელიც. პირველი ეს არის MCP, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცნაირად აუხსნათ MCP-ის თემა AI აგენტების კუთხით და ამასაც ვპირდები მაყურებელს, რომ შემდეგ ეპიზოდებში უკვე ძალიან ღრმად ჩავალთ MCP-მდე და მანდაც რაღაცა ტუტორიალს გავაკეთებთ ან რაღაცა, მოვიფიქრებ, ხო? და ეხა უბრალოდ ზოგადად ავხსნათ რა არის AI აგენტების ჭრილში, რადგანაც ჩვენი თემა ეს იყო. მეორე, მინდა რომ კონფიდენციალურობის თემაზე გითხრა შენი შეხედულება AI-სთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური საკითხია და ბოლოს შენი კომპანიის LAR აგენტის შესახებაც რო გითხრა, მოკლედ და შეგვიძლია დავასრულოთ ეპიზოდი. რაც შეეხება MCP-ს, ეხლა როგორც ვისაუბრეთ, აგენტური იმპლემენტაციები ძალიან დამოკიდებული არის ციფრფარცების, ანუ რაღაცა თულები, ექჩენები, რაც აგენტმა მოქმედებები უნდა გააკეთოს, ეგ ერთი და რაც აგენტმა ინფორმაციები უნდა მიიღოს, ეგ უკვე მეორე რა.
ანუ რესურსები და თულები. ახლა ეგრე ეძახიან მაგ ყველაფერს და რა იგულისხმება, ანუ რესურსი არის რაღაცა ისეთი, რაც გარემოდან აგერ საშუალებას აძლევს, რომ ინფორმაცია მიიღოს, წაიკითხოს და Google-ში დასერჩოს, იმეილი წაიკითხოთ, რომელიც თქვა იმეილის inbox-ში არის მოთული და ასე შემდეგ. და თული არის რაღაც ისეთი, რაც აკეთებს მოქმედებას რეალურ სამყაროში. ან რითაც მოქმედება შეუძლია რეალურ სამყაროში, ახაც იგივე, ხო, ანუ გააგზავნოს იმეილი, თქვათ, შექმნას ახალი ფოლდერი შენს Google Drive-ზე, რავი, გაურეკოს შენს მეგობარს და სწორს ხვალ გამოგიაროს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერი უკვე შეეცდებოდა თულების მეშვეობით. მაგრამ რაშია პრობლემა, ანუ ყველა იმპლემენტაციას, როცა თქვათ დეველოპერები და სხვადასხვა კომპანიები აკეთებენ, თქვათ Google Drive-თან, მინდა რომ იმპლემენტაცია მქონდეს და თულები მქონდეს ისეთი, რომ Google Drive-ში რაღაცა ფაილები შევთვალო რა. ანუ როგორც არ უნდა გავაკეთო, შედეგი ყველა შემთხვევაში იგივეა, მაგრამ მე ასე ვაკეთებ, რაღაცა სხვა ხერხებს აკეთებ, ვიღაცა PHP-ს იყენებ, ვიღაცა სხვა Python-ს იყენებ, სხვადასხვა ენას, სხვადასხვა ტექნოლოგიებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შემდეგ საჭიროებს maintenance. Maintenance რას გულისხმობს? როცა რაღაცა იწება API-ში, მე მიწევს რომ შევცვალო მე იმპლემენტაციაში და განვაახლიე ჩემი თული, რომ ამან ისე ვიმუშაოს. რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი რესურსები მიდის და MCP ავგვარებს სწორედ მაგ პრობლემას ერთის წრილ, რომ სტანდარტიზაციას აკეთებს აი ამ თულების და პროგრამ AI-აგეცა და პროგრამებს შორის კავშირის სტანდარტიზაციას აკეთებს, როგორც პროგრამებს შორის კავშირის სტანდარტიზაცია გააკეთა API-იმ თავის დროზე. ეხლა ამ MCP არის ახალი API, ოღონდ უკვე AI აგენტებისთვის და მეორე პრობლემა, ანუ აი maintenance-ის ნაწილს ხსნის, ანუ იმის მაგრად რომ მეც მქონდეს Google-ის თულები დაწერილი, შენც მქონდეს, რავი, სხვა კომპანიასაც მქონდეს და ყველას ჩვენი მქონდეს, მაგის მაგრად მოდი Google-მა დაწეროს თავისი MCP, ანუ თავისი თულები და ჩვენ Google-ის დაწერილ თულებს ყველა ჩავაიმპლემენტირებთ ჩვენ AI აგენტებში და ეს საშუალებას მოგცევთ, რომ Google რაღაცას შექმნით, თავისთან ეს ავტომატურად შეიცვალოს და ჩვენ აღარ მოგვიწევს ხელახლა რაღაცა maintenance-ის მოქმედების გაკეთება და განხორციელება. მოსამართლებლო დონეზე MCP-ის ამოჭრა და MCP-ის გაპოპულარობა, როგორც ეხლა არის უკვე, ხო? მოგცემს გვაძლევს იმას და იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ძალიან სწრაფად გვაძლევს დომას AI აგენტების მიერ ბევრი სხვადასხვა აპლიკაციაში ინტეგრაციისა. ანუ უფრო გასაგებად რო ვთქვა, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ AI აგენტების შექმნა გახდეს ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი და ის ექშენები, რაც ხელმისაწვდომი არის ინტერნეტში ზოგადად, ესენი ძალიან მარტივად მივტანოთ AI აგენტებამდე. ანუ აქანო თქვა დეველოპერი გჭირდებოდა და რაღაცა კომპანია გჭირდებოდა და πρέπει AI აგენტის შეგექმნა, ეხლა შეგიძლია უბრალოდ MCP აიღო, AI აგენტი მისცე და ეს უკვე ძლიერი თული ხდება. ანუ წარმოიდგინეთ AI აგენტი, რომელსაც შეუძლია Drive-ში ნებისმიერი მოქმედების გაკეთება. ეს უკვე ძლიერი რაღაცაა რა, ანუ ამათთან რო ითაკავო, შეგიძლია ჩატირჩობთ რაღაცა ფოტოები შეანახინო მაგალითად, Excel-ის შიტები დააწერინო, დაათვლებინო კომპანიის თქვათ შემოსავალი აღწერა გაკეთებინო, შემოსავალი დაათვალინო, ანუ უკვე ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევთ რა. ერთი MCP-ი და წარმოიდგინეთ ახლა AI აგენტი, რომელსაც რამდენიმე MCP თული აქვს მაგალითად Gmail-ი, აქვს Drive-ი, აქვს Outlook-ი შეიძლება თქვათ ამასთან ერთად თქონდეს, აქვს Slack-ი, სადაც მესიჯების გაგზავნა და მიღება შეუძლია. ანუ ჩათვალეთ, რომ თეორიულად, რა თქმა უნდა, ამის განხორციელება რთული იქნება პრაქტიკაში, მაგრამ თეორიულად თუ ამ ყველა თულს მივიცემთ ერთ AI აგენტს, შეიძლება ეს AI აგენტი თავად გახდეს ბიზნესი, ან მთელი ბიზნესი თვითონ მართოს. მიიღოს იმეილზე შეკვეთები, ეს შეკვეთები რა Slack-ის მეშვეობით ან სხვა შიდა სამანაგებო მიწვევით მიწეთ პოპულარულ ადამიანებს ან სხვა AI აგენტებს რო შეასრულონ და შემდეგ მიიღო რაღაცა გადახდა Drive-ის მეშვეობით ან PayPal-საც აქვს თავისი MCP და PayPal-ის მეშვეობით გადახდა მიიღო, ან ხოხდები იქამდე მიდის რაღაცა უტოპიამდე მიდის, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეგეთი რამე არ არის შექმნილი, მაგრამ MCP უკვე მაგიტო არის ეგეთი ტრენდული ჩემი აზრით, რომ MCP რაღაცა სენსი შეგრძნება გააჩინა, რომ უკვე მაგასთანაც ძალიან ახლოს ვართ. ანუ მან რა თქმა უნდა ლიმიტაციები არის იმაში, რომ ერთ აგენტს მისცე რაღაცა 3-4 MCP-ს, ამ იმდენი თული და იმდენი რაღაცა მოქმედება
უჩნდება ერთდროულად, რომ ხანდახან ჰალუცინაციები ემართება, რაღაცა ზედმეტ მოქმედებს აკეთებს, ან არ აკეთებს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი კონტექსტი არის ერთად და იმ პრობლემას უქმნის და ამიტომ არ არის ეგეთი ეფექტური. ანუ ბევრი MCP-იანი აგენტები ნაკლებად ეფექტურები არიან, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორც კი egg challenge-ის მოგვარდება და egg დაიჭირდება და egg solution-ი გვექნება, მაშინ უკვე მივიღებთ სამყაროს, სადაც AI აგენტი, ანუ ინტერნეტში ჩვეულებრივი მომხმარებლის დონეზე არის და როგორც ვთქვათ, თანამშრომლებს დაიქირავებ, ისინი MCP-ან AI აგენტს დაიქირავებ და იმ ყველაფერს გაგიკეთებს, რაც დაგჭირდება რა. MCP მაინც რო დავაკონკრეტოთ, ეს არის model context protocol ანთროპიკის კლოდის შექმნილი ტექნოლოგია. მოკლედ და მეც აღარ ჩაუღრმავდებით ახლა, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს და დრო არ გვაქვს ამის შემდეგ ეპიზოდებში აუცილებლად განვიხილავთ დეტალურად ამას და ვაჩვენებთ უკვე დეტალურად აბსოლუტურად რა და როგორ კეთდება. კონფიდენციალურობის თემაც რომ მიმოვიხილოთ მოკლედ შენი პოზიციიდან და შენი უშუალო ესე ვთქვათ კომპანია ლარაგენტიც და შეგვიძლია დავასრულოთ ეპიზოდი. კონფიდენციალურობის დაკისრი, როგორც ვთქვით, უფრო მეტად ისეთ кейსებში გაჭა, როცა მონაცემები ძალიან პერსონალური ინფორმაცია შეიცავს და ეგეთ რაღაცებს და მთავარი გამოწვევა რაში არის, რომ გინდა არ გინდა ეს მონაცემები გადადის მაინც ინტერნეტის მეშვეობით. ანუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, ფიზიკურად გავხსნები, რომელსაც ოფისში აწარმოებთ და მე ეს ფუნქციები შეგავხსნი ინტერნეტში და ჩვენ კომპიუტერს არ ხდება, მაგრამ როგორც კი AI-სთან იწევ ურთიერთობას, ეს შენი ინფორმაცია რაც ამ ფუნქციებზე არის შეტაնել, შენი რა შეიძლება ქვის ინფორმაცია რაც კიდევ უფრო უდი არის, იწყებს ინტერნეტის მეშვეობით სიარულს და პლუს თვითონ კომპანიას აძლევს დათვალებას, რომ ეს ინფორმაცია მე გამოიყენოს რაღაცეებში, რაც ასევე შეათ არის ხოლმე კონცერნი რა, რომ აი OpenAI-დან მოგზავნი და ეს OpenAI სანამ ვთქვათ მოდელამდე მივიდას ამ ინფორმაციას, შეიძლება სადმე პროგრამა ინახავდეს და იყენებდეს მერე თვითონაც ამობენ ფოტოქროს რომ ვიყენებდო ახალი მოდელებზე გასატრენინგებლად და ინფორმაციას იყენებენ და საკმაოდ რავი ნორმალური და გასაგები არის ჩემი აზრით. მეთადეთი მადლობა რომ არ გვიმალავენ მაინც რა ფას რასტიკაპეთში მაგხარეს და კონფიდენციალურობის პრობლემის მოგვარება არის ერთ-ერთი მთავარი დამოკიდება რეალურად ძალიან ბევრი ინდუსტრიაში, მათ შორის კომერციულ ფარესაც არა თქვათ მარტო იურისტებისთვის, არამედ ნებისმიერი კომერციული სოციეტეტი დიდი კომპანიებისთვის, რომელსაც შეიძლება კომერციული საიდუმლო ჰქონდეს, ანუ მაგალითად სტრატეგია და მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, ისევ უტევთ თელი ტრანზაქციული მეთოდებით, რომელიც დაცული არის და ყველაზე მეტად დაცული, რა თქმა უნდა, ის კომპიუტერია და ის სერვერია, რომელიც ინტერნეტთან საერთოდ არ არის ჩაკავშირებული, ან არის მარტო კიდაკ ქსელში, ან ფიზიკურად ვერ გატეხავს, თუ ვიღაცა ფიზიკურად არ შევა ოფისში, ან რა სადაც არის და დატა ფიზიკურად არ მივა, ის ვერ გატეხავს და ვერ მოიპარავს ინფორმაცია. ეს რომ ანუ მოგვარდეს ამის solution-ი ერთადერთი რაც არის, ეს არის open source აგენტები, რომელიც გამოყენება და მენეჯმენტი შეეძება ნებისმიერ ადამიანს. ფათაშორის ამაზე ბოლო 2 კვირაზე მაქვს საუბარი. უკვე ძალიან დაიძრა ლაპარაკი და განხილვები სხვადასხვა ფორუმებზე, მაგალითად და იმეჯი რომ გავიგო რა ან AI-ში რა ხდება რა განსჯერავს ხალხი და ერთ-ერთი ხშირი განხილვა ეხლა უკვე ეგ არის რომ აუცილებელი და საჭირო არის ცოტა ნაკლებად ძლიერი, მაგრამ ხარისხიანი edge მოდელები ან edge მოდელებს ედახან ისეთ მოდელებს, რომელიც აი ახლა ლეპტოპზე, საკომპიუტერზე და ეგეთ ადგილებში დაშვებადი არის. ან ისეთი მოდელები მაინც, რომელიც იქნება open source და იქნება ისეთი დონის, რომ იქდეს მაგის გამო კომპანიებს უგიგეთ, რომ შექმნან რაღაცა სერვერები, ინფრასტრუქტურა და დაიწყონ შიდა წარმოება რეალურად და მაგალითად ან DeepSeek-ი ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელიც დიდი პირველი ძლიერი მოდელი და open source-ა და ეხლა უკვე აი Gemini-ის Google-ის ძალიან კარგი გაიყო მომეწონა. ეხლა ხანს დაარეალიზეს ახალი open source მოდელები 3.8 მილიარდ პარამეტრის მოდელები, რომლებიც საკმაოდ პატარები არიან და საკმაოდ გვიანები არიან, რაღაცეებში მაინც გამოიყენო, არა ვთქვათ რაღაცა სერიოზულ თასებში, მაგრამ
ელემენტარული ტექსტის გენერაცია, პროდუქტია და ეგრეთ რაღაცები შეუძლიათ მარტივად და AI აგენტობისთვისაც არიან მზად, ან მაგისტრად რო არის instruction following-ის ტიპერი და ასევე საერთოდ არის ფუნქციების გამოძახებით, ან ფულებისა და რესურსების გამოყენების ტიპერი, ეს მოდელის ტიპერები არის და ეს ფიჩერებიც აქვთ და თან ისეთი არ არის, ჩემს კომპიუტერზე შემიძლია დავაყენო და ძალიან მარტივად პრობლემით გამოვიყენო. არ ჭედავს არაფერი, თოლებურად სწრაფად მუშაობს. ანუ აი ესეთი მოდელების უფრო გავრცელება, გაძლიერება და ზოგადად ამაზე awareness-ი გაზრდა, რომ აი კომპანიას თუ ეგეთი challenge აქვს, რომ რაღაცა ეშინია, რომ რამ ინფორმაცია დაკარგულთან არ გასცეს ინფორმაცია თავის მომხმარებლის, მაშინ აი არის open source მოდელები უკვე და ეგეცაც უბრალოდ სერვერი იყიდოთ, რომელსაც აქვს ვიდეო კარტა და თქვენი საკუთარი მოდელი გქონდეთ. და fine tuning-იც მათ შორის განახორციელოთ თქვენ საკუთარ მოდელზე, რაც ძალიან დიდი პრივილეგია არის ხოლმე fashion კომპანიების მხრიდან. კონფიდენციალურობის საკითხებსაც ახლა კიდე აღარ გავაღრმავებთ, მაგრამ ერთ ეპიზოდს აუცილებლად გავაკეთებთ კონფიდენციალურობის საკითხებზე და კიბერუსაფრთხოებაზეც ამ თემასაც შევეხები, ანუ ვეძებ შესაბამის კანდიდატს, ასევე შესაბამის სტუმარს ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამასაც ხშირად ვისახე ხოლმე ყველა ეპიზოდში, რომ ჩვენ რაღაცა მხრივ, ასე ვთქვათ, AI-ის ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, სეილმენები ვართ, იმიტომ რომ ძალიან promotions უკეთებთ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს ძალიან დიდი და ყოველთვის აღნიშნოთ კონფიდენციალურობის საკითხებსაც, გამოყენების პრინციპების მნიშვნელობასაც და იმ აზრსაც და იმ იდეასაც, რისაც გვჯერა მეც და რა ყველა ჩემს სტუმარს ჩემთან იყო, რომ ეს ყველაფერი კეთდება ადამიანისთვის და ადამიანმა უნდა მართოს და არა პირიქით. ხო, ზუსტად იგივე ერთმიანდება პრინციპი ლარაჯენტით. ლარაჯენტი არის უფრო მეტად ხელსაწყო, რომელიც არის სრულიად open source და იმის მე ადამიანს შეუძლია გამოიყენოს და ამარტივებს ამ სახელიდანაც ანუ Laravel-ს ვიყენებ, ჩვენ ფრიად კომპანიებთან Laravel-ს ვიყენებ, ეს არის web აპლიკაციების framework-ი, რომელიც თავისთავად ამარტივებს web აპლიკაციების შექმნას და ლარაჯენტი არის უკვე თული, რომელიც Laravel-ის ამარტივებს AI აგენტების შექმნას და აძლევს ამას რაღაცა ჩარჩოს, რომელიც უკვე მზად არის, რომ სადღაც აი აქ ბრაგით დასვა, აქ პრომპტი დახვეწო და ასე შემდეგ. ანუ გიმარტივებს, რომ AI აგენტი შექმნა ყველა მქავეთი რესურსებით, ფულებით, MCP-ის ინტეგრაციაზე თქვათ, რომ მოხდება გვაქვს დაწყებული, მაინც შეიძლება ახალი რაღაცა არის და სადღაც 2 კვირის წინ დავიწყეთ უკვე მუშაობა და ხო, თუს იმიტომ ვიძახი, რომ ლარაჯენტშიც კარგი სიახლეები გვაქვს Redbase-თან გვაქვს ახლა მოპარაკება, პარტნერშიპი გადავწყვიტეთ და Redbase-იც დაეხმარება ლარაჯენტს რომ გამიხარდეს და სამაგიეროდ ლარაჯენტი დაეხმარება Redbase-ს რომ რაღაცა AI პროექტები და AI-ის წინ განახორციელოს ძალიან მარტივად და სწრაფად. იმიტომ რომ უკვე არის თვითონარი ბაზარზე AI web აპლიკაციების გარშემო და ხო რაც თავარია, რაც უფრო მარტივი იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, მით უფრო მეტი გაკეთება შეიძლება საერთო ჯამში. ანუ ყველაზე ვიძახ როგორც კომუნიკაცია და როგორც კაცობრიობად უნდათ რა. აი და შენ თქვი რომ კაცობრიობა მიგრეკილი არის რაღაცა მარტივი რაღაცები ქენ და რეალურად ეგ არის ინჟინერიის აღმავალი წერტილი. ხო, ყოველთვის ინჟინერია რაღაცა ისეთ იგონებს, რომ ხორებაში რაღაცა ერთ პატარა ნაწილი ხორებისა მაინც გამარტივდეს და ამას ემსახურება პრინციპში ლარაჯენტით, რომ გაგვიმარტივდეს ჩვენ დეველოპერებს აგენტების შექმნა და ეს პროცესი გახდეს ისეთივე საინტერესო სასიამოვნო, როგორც არის მაგალითად NAKN-ში, ანუ ლარაჯენტის იდეას დიდად NAKN-ს წამოვიდა, იმიტომ რომ მანამდე ამაზე დავიწყეთ მუშაობას, NAKN-ს ვიყენებდი ძალიან აქტიურად და სხვადასხვა მიმართულებით NAKN-ით ვაკეთებდი სხვადასხვა პატარ-პატარ პროდუქტებს, რაც მაინტერესებდა და აქედან წამოვიდა მოკლედ ლარაჯენტის იდეაც, თუ ვინმე თქონდა პროექტებმა თან დეველოპერების თუ უყურებთ და დაგაინტერესებთ, ნახონ დოკუმენტაცია და ყველაფერი ღია არის, ინტერნეტში მოიძებნიან, მაგრამ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მეც მომართოთ და დიდის გამოვლენებით დაგეხმარებით, გასწავლით, გაიმპლემენტირებთ თქვენს ვებსაიტში თუ საჭირო იქნება და ასე შემდეგ. ძალიან კარგი, ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვო ამ საქმეებში რევას. აი უგრმესი მადლობა, იმიტომ რომ ასე არ დავგზარდი და 2 საათი ასე ამომწურავად და ასე დეტალურად აგვიხსენი ყველაფერი და
მაგის გარდა კიდე მაყურებელს შევახსენებ, რომ მომავალ კვირაშიც რევაზის ტუტორიალი გვექნება. შემდეგ კვირას უკვე AI აგენტს როგორ აკეთებს N8N-ში, ამის ჩვენება ძალიან დეტალურად. აი ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვო. მაყურებელს მინდა მივმართო თხოვნით ტრადიციული ყოველ ეპიზოდში, რაც მაქვს, რომ გამოგვიწერეთ სხვადასხვა არხზე, პირველ რიგში YouTube-ზე, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება და ძალიან გვაძლიერებს და როგორც გითხარით, აი სულ დაპირებებს გაძლევთ და სულ ხშირად ვახსენებთ, ძალიან კარგი ეპიზოდები მაქვს დაგეგმილი და აი ძალიან ამომწურავად და უფრო აუნჯობესებთ ჩემი აზრით ყველაფერს და უფრო ღრმად შევალთ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდეთ პრაქტიკულს და ასევე ზოგადსაც და უფრო მეტ საკითხს შევეხებით და თქვენგან რაც გვჭირდება, უბრალოდ გვჭირდება ჩართულობა. მოგვისმინეთ, გამოგვიწერეთ აუცილებლად YouTube-ზე და სხვადასხვა არხზე, TikTok-ი, Instagram-ი, LinkedIn-ი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია და დაგვიდოვეთ უკავშირი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი უკავშირი, რომ განვითარდეთ, გამოვასწოროთ რაღაცები, რაღაცა სხვა მიმართულებები ავიღოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე, როგორც დაგკვირდით, მომავალ კვირას დაგიბრუნდებით უკვე რევაზის ტუტორიალით AI აგენტს როგორ ქმნით N8N-ში. ჩემი აზრით ძალიან მაგარი რაღაცაა ეს ტუტორიალი, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. ნახვამდის.